ჩვენი საქმიანობა ეხება ვახორციელებთ ესეთ პროექტს საცხოვრისით უზრუნველყოფის პოლიტიკა, პერსპექტივები და გამოწვევები და პერსპექტივები, რომელიც ფონდ ღია საზოგადოება საქართველოს მიერ არის დაფინანსებული და ხორციელდება მედია პლატფორმა ევროპიანჩისა და ურბანული კვლევების ცენტრთან თანამშრომლობით. რას ისახავს ეს ჩვენი საქმიანობა და ჩვენი საქმიანობის ძირითადი ამოცანა არის მიზნად ვისახავთ, რომ ვაკეთებთ ერთგვარ კვლევას, რომელიც მიზნად ისახავს გამოავლინოს ის თავისებურებები, რომელიც ახასიათებს საცხოვრისის უზრუნველყოფის კუთხით პოლიტიკას საქართველოში, როგორც ეროვნულ, ისე მუნიციპალურ დონეზე და როგორია დაუშვათ ამ მხრივ საერთაშორისო გამოცდილება და რა მიმართულებით უნდა წარიმართოს დაუშვათ რა მიმართულებით შეიძლება გადარდეს სხვადასხვა სახის ღონისძიებები. პრინციპში საცხოვრისის საკითხი ალბათ ეს ყველას მოგეხსენებათ, რომ არის ერთ-ერთი ფუნდამენტური ასპექტი ჩვენი სოციალური, ჩვენი კულტურული და ყოფის ყოველდღიურობის და მრავალ ასპექტს ეხება და მრავალ ასპექტს მოიცავს. მასთან არის დაკავშირებული ძალიან ბევრი ისეთი ასპექტი, რომლის საცხოვრისის გარეშე ჩვენი სოციალური აქტივობის განხორციელება ძალიან თითქმის შეუძლებელია. და ეს უფლება ღირსეულ საცხოვრებელ პირობებზე აღიარებულია როგორც საერთაშორისო სხვადასხვა დოკუმენტების მეშვეობით, ასევე მეტნაკლებად ეს მიმართულება საერთაშორისო დონეზე, რაც არის აღიარებული, იმ მიმართულებას გარკვეულწილად საქართველოს იზიარებს. თუმცა გარკვეული თავისებურებები ქართულ რეალობას ახასიათებს და ამაზე გვექნება დღეს საუბარი, თუ რა გზა გაიარა საცხოვრისის კუთხით, საცხოვრისის პოლიტიკამ საქართველოში გასაბჭოების შემდეგ, დღეს რა რეალობა გვაქვს ჩვენი გადმოსახედიდან და ამაზე იქნება ძირითადად დღევანდელ მოხსენებაში საუბარი, ძირითად ნაწილს გააკეთებს გვანცა. უბრალოდ ჩვენ ამ ეტაპზე დღეს, რაც უნდა გავმიჯნო და აუცილებლად ვთქვა, რომ საცხოვრისის საკითხი განსაკუთრებით ბოლო პერიოდში დღის წესრიგში დგას და სულ უფრო ხშირად და ხშირად ისმის სხვადასხვა ჯგუფების მხრიდან, ეს იქნება არასამთავრობო ორგანიზაციები თუ სხვა ჯგუფები, ამ საკითხის ხაზგასმა განსაკუთრებით უსახლკარობასთან მიმართებაში, ამაზე საუბრობს ომბუდსმენი, როგორც უკვე აღნიშნეს სხვა არასამთავრობო ორგანიზაციები, თუმცა ჩვენ შევეცადეთ, რომ ჩვენი კვლევის ფარგლებში მხოლოდ უსახლკარობის საკითხით არ შემოვფარგლულიყავით და ასევე გვენახა და დაგვენახა უფრო ფართე კონტექსტში ხელმისაწვდომობასთან მიმართებაში. და აქ მნიშვნელოვანი განსხვავებები არსებობს ხელმისაწვდომ საცხოვრისა და საცხოვრისის ხელმისაწვდომობას შორის, რომლის დეფინიციასაც ცოტა მოგვიანებით შემოგთავაზებთ, ვინც არიცით და ასევე მინდა განვარტო, რომ ჩვენ ახლა კვლევის პროცესში ვართ, ეს არ არის დასრულებული შედეგები, ეს არის კვლევა მიმდინარეობს ჯერაც ისევ, ამიტომ თქვენი ნებისმიერი შენიშვნა, თქვენი ნებისმიერი კომენტარი და დისკუსია ამ საკითხის გარშემო ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება და ძალიან დაგვეხმარება შემდგომ სამუშაოს განხორციელებაში. ჩვენ მე მგონი შეგვიძლია რომ დაუშვათ გადავიდეთ და ვისაუბროთ იმაზე თუ რა ეტაპები და რა პერიოდები გაიარა საქართველომ საცხოვრისის უზრუნველყოფის მიმართულებით და დღეს რა მდგომარეობა გვაქვს და ბოლოს უკვე უფრო კონკრეტულად შევაჯამებთ ამ საკითხს. აი, მადლობ ნანო შესავალისთვის. ჩვენ ესე იგი ნანომ როგორც ახსენა უკვე ეს პროცესში ვართ კვლევის და როგორც შესავალი ჩვენ ვეცადეთ, რომ იმ ისტორიული მოვლენების რეკონსტრუქცია გაგვეკეთებინა ბოლო 25 წლის განმავლობაში, ძირითადად რამაც შეუწყო ხელი და შექმნა საფუძველი იმ საბინაო პოლიტიკისა, რომელიც დღეს გვაქვს ჩვენ ქვეყანაში. და აქცენტი კეთდება იმაზე, თუ როგორ განვითარდა საყოველთაო საბინაო უზრუნველყოფიდან, როგორ მივედით, უბრალოდ ფრაგმენტულ საბინაო უზრუნველყოფამდე.
ეს იქნება, ეს ძირითადი ხაზი, რასაც მე შევეხები და ვეცდები, რომ თქვენც დაგანახოთ ის სურათი, რაც ჩვენ მივიღეთ ამ ჩვენის კვლევის პროცესში. ჩვენი მიმოხილვა იწყება საბჭოთა კავშირის ბოლო პერიოდიდან, პერესტროიკის პერიოდიდან, იმიტომ რომ ამ პერიოდში ეყრება საფუძველი ზუსტად იმ საბაზრო პროცესებს და საბაზრო პირობებზე გადასვლის ტენდენციებს, რომელიც მერე უფრო გაღრმავდა და გაიშალა, ასე ვთქვათ, 90-იანებში და 2000-იანებში. თუმცა სანამ ამაზე გადავიდოდე, ვიტყვი რა მექანიზმებით ხდებოდა საბჭოთა კავშირის ბოლო პერიოდში და ზოგადად საბინაო უზრუნველყოფა. ყველა მიცით, რომ სოციალური პოლიტიკა საბჭოთა კავშირში ერთ-ერთი ესეთი ძლიერი მიმართულება იყო და ამ პოლიტიკის მნიშვნელოვან როლს წარმოადგენდა საბინაო უზრუნველყოფა და სახელმწიფო ძალიან დიდ როლს თამაშობდა საბინაო უზრუნველყოფაში. იყო სამშენებლო კომპანიები, სახელმწიფო სამშენებლო კომპანიები, რომლებიც ახორციელებდნენ მასიურ ბინათმშენებლობით პროცესებს. ამის გარდა იყო კიდევ ერთი მექანიზმი, კოოპერატიული ბინათმშენებლობის მექანიზმი. ეს ნიშნავს, როდესაც მოქალაქეები თავიანთი დანაზოგების საშუალებით და სახელმწიფოს მხრიდან შეღავათიანი კრედიტების საშუალებით ახორციელებდნენ საკუთარი ბინის უზრუნველყოფას და მესამე ფორმა არის კერძო მშენებლობები, რომელიც ძირითადად დამახასიათებელი იყო რურალური სივრცისთვის, უფრო სოფლებში იყენებდნენ ამ მექანიზმს და ძირითადად ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლები შენდებოდა ამ პრინციპით. თუმცა, როგორც აღვნიშნე, წამყვანი როლი და ასე ვთქვათ, პროცენტულად ყველაზე აქტიური სახელმწიფო სამშენებლო ეს იყო მექანიზმი. რატო ვაკეთებ ამაზე აქცენტს? იმიტომ რომ ეს არის ძირითადად ის პროცესები, რომელიც დღეს სრულიად რადიკალურად შეიცვალა. დღეს ჩვენ გვაქვს ძირითადად კერძო სექტორი, რომელიც მიიღებს მონაწილეობას ბინით უზრუნველყოფაში და სახელმწიფოს როლი ფაქტიურად გამქრალი არის რა. და ამას გავშლით ახლა ჩვენ ნელ-ნელა. 85 წელს გორბაჩოვი, როდესაც მოდის, ასე ვთქვათ, ხელისუფლებაში, ის იწყებს, ის აცხადებს პერესტროიკის დასაწყისს და ამის მიზეზი ხდება ის ეკონომიკური კრიზისი, რომელიც უკვე ამ პერიოდში კავშირში იყო და ეს კრიზისი გამოხატული იყო საბინაო სექტორში, ასევე იმით, რომ ის მასიური მშენებლობის ტემპები იყო შემცირებული და იმ ადამიანების რიცხვი, ვინც საბინაო უზრუნველყოფის მოლოდინში იყო, უკვე 14 მილიონს აღწევდა და ეს არ კლებულობდა წლების განმავლობაში. თვითონ გორბაჩოვი რომ გამოდის თავის მოხსენებაში ამბობს, რომ ქვეყანა იყო დეფიციტში და მაშინ პირველად ჟღერდება საბინაო გადანაწილების უთანასწორობაზე ესე სახელმწიფო მოხელე პირისგან, ეს ფაქტიურად აღიარება იყო, რომ საბინაო სექტორი არც თუ ისე თანასწორად ნაწილდებოდა, თქვათ, როგორც ამის ილუზიას უქმნიდნენ. შესაბამისად, ამ პერესტროიკის პროგრამის ფარგლებში მუშავდება ასევე საბინაო მიმართულებით ახალი პროგრამა, რომელსაც ერქვა საცხოვრისი 2000. და გორბაჩოვი პირდება მოქალაქეებს, რომ 2000 წლისთვის ყველა ოჯახს ექნება საკუთარი სახლი ან ბინა. ეს ძალიან ამბიციური, ეს ძალიან ამბიციური განცხადება იყო და იმისთვის, რომ ეს ამბიცია რეალური გამხდარიყო, კავშირს სჭირდებოდა მასიური ბინათმშენებლობის დაწყება და ეს სერიოზულ რესურსებთან და ძალების მობილიზებასთან იყო დაკავშირებული. რისი საშუალებაც იმ პერიოდში უკვე დასუსტებულ საბჭოთა კავშირს არ ჰქონდა. აქედან გამომდინარე, ხდება კერძო სექტორის გაძლიერებაზე აქცენტის გაკეთება. ესეთი პრეცედენტი იყო საბჭოთა კავშირში ნეპის პერიოდშიც, თუმცა ნეპისგან განსხვავებით ჩვენ ახლა გვაქვს, გორბაჩოვის პერიოდში იყო ლაპარაკი არა დროებით ფორმაზე კერძო სექტორის გაძლიერების, არამედ ეს უნდა გამხდარიყო ეკონომიკის ნაწილი და ეკონომიკური ფუნქციონირება უნდა შეცვლილიყო, სტრუქტურა უნდა შეცვლილიყო. მაშინ, როდესაც ნეპის დროს უბრალოდ პერიოდული სახე ქონდა ამას და მერე 40-იან წლებში ეს შეწყდა.
შესაბამისად მიღებულ იქნა რიგი დადგენილებებისა 86-99 წლის ჩათვლით, რომლის საშუალებითაც ახალისებულ იქნა კერძო საქმიანობები, ეკონომიკური საქმიანობები, ვაჭრობასთან დაკავშირებით და მშენებლობასთან დაკავშირებით. ჩვენ ვიცით, რომ ამ პერიოდში კოოპერატიული ბინათმშენებლობების რაოდენობა საბჭოთა კავშირის ფარგლებში თითქმის გაორმაგდა, ძალიან გააქტიურდა ეს სექტორი, სახელმწიფომ რეგულაციები შეამცირა, მოხსნა რიგი რეგულაციები, მისცა იმის საშუალება კერძო პირებს, რომ უფრო გააქტიურებულნი იყვნენ სამშენებლო სექტორში და ამით ცდილობდა, რომ თავის დასახული მიზნისთვის მიეღწია. თუმცა დეფიციტი მაინც ძალიან ესეთი ძლიერი იყო და წინსვლა ნაკლებად შეიმჩნეოდა მიუხედავად გატარებული რეფორმებისა. რაც შეეხება საქართველოში საბინაო უზრუნველყოფის თვალსაზრისით რა სიტუაცია გვქონდა, საქართველოში 99 წლისთვის ერთ ადამიანზე საერთო საცხოვრებელი ფართობის სიდიდის მიხედვით საბჭოთა რესპუბლიკებს შორის მეოთხე ადგილზე იყო. და მას წინ უსწრებდა ლიტვა, ლატვია და ესტონეთი. და 99 წლისთვის საერთო საცხოვრებელი ფართი 48.9 მილიონი კვადრატული მეტრი იყო და სხვა რესპუბლიკებთან შედარებით მე-6 ადგილი ეკავა და მას უსწრებდა წინ დიდი ქვეყნები, რუსეთი, უკრაინა, ყაზახეთი, ბელარუსი. ჩვენ შეგვიძლია აი აქ დავინახოთ ამ სქემაზე. ხედავთ, რომ საქართველო არის მეოთხე, ეს არის ერთ სულ მოსახლეზე კვადრატული მეტრების რაოდენობა და აქ ჩვენ ხედავთ 90 წლისთვის, 1 იანვრისთვის ქალაქებში და საქალაქო დასახლებებში ოჯახებისა და მარტოხელების რიცხვი, რომლებიც საბინაო პირობების გაუმჯობესების აღრიცხვაზე იმყოფებოდნენ და ეს შეადგენდა 129,000. და ჩვენ ხედავთ, რომ საქართველოში ეს დეფიციტის მაჩვენებელი პრინციპში ერთ-ერთი ყველაზე ნაკლები იყო, სხვა რესპუბლიკებთან შედარებით ჩვენ საბინაო კრიზისს იმდენად ძაფრად არ განვიცდიდით და ეს იმდენად პრობლემური არ იყო, თქვათ, როგორც მოლდოვაში ან თურქმენეთში, როგორც ამ სქემიდან თქვენ ხედავთ. შესაბამისად, ეს ფაქტორი მეტყველებს ასევე იმაზე, რომ კოოპერატიული ბინათმშენებლობების გააქტიურება საქართველოში არ იყო ისეთი აქტიური, როგორც სხვა რესპუბლიკებში. და უფრო ჩვენთან მისაღები ფორმა იყო 99 წელს მიღებული დადგენილების გამოყენება, რომელიც ეხებოდა ლოჯიების მიშენებებს, დამატებით სივრცეების გაჩენას და უფრო გაფართოების თვალსაზრისით იქნა, თქვათ, ჩვენთან ათვისებული ეს დადგენილებები, ვიდრე ან კოოპერატიულ ბინათმშენებლობები. ეს განსხვავება შეიძლება ამაზე შეიძლება ხაზი გაისვას, თქვათ, სხვა რესპუბლიკებთან მიმართებაში. საბოლოო ჯამში გორბაჩოვის ეს ცდილობები ვიცით, რომ დამთავრდა წარუმატებლად, საბჭოთა კავშირი დაიშალა მიუხედავად ამ ყველაფრისა და იქნებიან ახალი ქვეყნები, რომლებსაც იმ პერიოდში პოლიტიკურ რეკომენდაციებს და საბინაო საკითხებთან დაკავშირებითაც რეკომენდაციებს უწევდნენ საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებიც ვაშინგტონის კონსენსუსის პრინციპების მიხედვით ხელმძღვანელობდნენ. და ეს პრინციპები ძირითადად იყო პრივატიზაცია, ბაზრის ლიბერალიზაცია და მკაცრი ფისკალური პოლიტიკა. და IMF-ი, საერთაშორისო სავალუტო ფონდი იყო ერთ-ერთი ესეთი დომინანტური ფიგურა, საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც ქადაგებდა, თქვათ, ამ პრინციპებს ამ ახლად შექმნილ ქვეყნებში. და მათთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ ის რეფორმები, რომელიც ამ პრინციპებზე იყო დაყრდნობილი, სწრაფად გატარებული იყო ამ ქვეყნებში, მიუხედავად იმისა, რომ მათ იცოდნენ, რომ თავიდან პირველ ეტაპზე ეს გამოიწვევდა სტაგნაციას, ეკონომიკურ კრიზისს, სიღარიბეს და 1000 რიგ პრობლემებს, იმიტომ რომ ის მექანიზმი, რაც საბჭოთა კავშირში იყო, არ იყო მოქნილი და მორგებული იმისთვის, რომ ეს რეფორმები მკინველოდ გატარებულიყო და თან ამ პერიოდში უკვე ხეზე იყო, რომ ჩინეთში გარდამავალ პერიოდი, ასე ვთქვათ, საბაზრო თავისუფალ ბაზარზე უფრო გრადუალური მეთოდით ხორციელდებოდა. პრინციპში შეიძლება ითქვას, რომ გორბაჩოვი მაგას ცდილობდა კიდევაც, რომ ნელა გადასულიყო და უფრო მომტკინო ყოფილიყო ეს პროცესი. თუმცა საერთაშორისო სავალუტო ფონდისთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ სწრაფად მომხდარიყო ეს პროცესები და ამ პერიოდის ამ პოლიტიკას, რომელიც ტარდებოდა ამ ქვეყნებში, შოკური თერაპიის სახელით ვიცნობთ ჩვენ.
ჩვენ და ქვეყნების უმეტესობაში, ახალ შექმნილ ქვეყნების უმეტესობაში შოკური თერაპიის პრინციპის ათვისება მოხდა. ესეთი ქვეყანია რუსეთი თუნდაც რო ავიღოთ, რუსეთში 92 წელს მიიწყება საცხოვრისის სექტორის რეფორმის პროექტი, რომელიც USAID-ის დახმარებით განხორციელდა და პირველი რაც გაკეთდა იყო პრივატიზების პროცესი ამუშავდა, ანუ სახელმწიფო საბინაო ფონდის პრივატიზება დაიწყო, რიგ შემთხვევაში უსასყიდლოდ საერთოდ, ან რაღაც ძალიან მინიმალური თანხა იყო გადასახდელი. იქ მერე წერია, რომ ანუ თავიდან ეს უთანასწოროდ გადანაწილდა თავიდან, იმიტომ რომ ეს საბინაო ფონდი ყველა შენობა ერთ მდგომარეობაში არ იყო, ზოგი ავარიული იყო, ზოგს სხვა რაღაც დეფექტი ჰქონდა, ზოგს კაპიტალური რემონტი სჭირდებოდა, ან გამაგრება სჭირდებოდა, რაღაც ანუ ის პრივატიზაცია რაც მოხდა, ანუ არ ითვალისწინებდა იმას თქვათ ეს საბინაო ფონდი რა მდგომარეობაში იყო. შესაბამისად, ანუ უთანასწორო პირობებში იწყება საბაზრო პირობებზე გადასვლა. ბელარუსის ანუ სამი ქვეყანა გამოყავთ ჩვენი კვლევის ფარგლებში, ანუ რუსეთზე გავაკეთეთ, ასე ვთქვათ, მიმოხილვა, ბელარუსზე გავაკეთეთ და ესტონეთზე. ესტონეთი საინტერესო არის, იმიტომ რომ ესტონეთი ცნობილი არის როგორც ამ შოკური თერაპიის როგორც ყველაზე წარმატებული ფორმა და როგორც სამაგალითო, ასე ვთქვათ, რეფორმის გამტარებელი ქვეყანა და ესტონეთში ეს რეფორმები ძალიან სწრაფად გატარდა. ესტონეთი იყო ის ქვეყანა, სადაც პრივატიზაცია ყველაზე სწრაფად მოხდა. 94 წლისთვის უკვე 60% ჰქონდათ პრივატიზებული საბინაო ფონდის. თუმცა ესტონეთში განმასხვავებელი ფაქტორი ის არის 95 წელს მათ მიიღეს სოციალური კეთილდღეობის აქტი, რომლის მიხედვით სახელმწიფომ აიღო პასუხისმგებლობა სოციალურად დაუცველ ადამიანებზე და მარგინალიზებულ ჯგუფებზე, რომ უზრუნველყოფდა საბინაო პირობებით. შესაბამისად, ანუ ესტონეთში ბევრად უფრო დახვეწილი არის სოციალური საცხოვრისის პოლიტიკა, ვიდრე სხვა ქვეყნებში. და შესაბამისად, ამით აბალანსებენ, თუნდაც ამით დააბალანსეს, თუნდაც ის კრიზისული ფონი, რაც ქვეყანაში თავიდან ვითარდებოდა. ბელარუსის შემთხვევაში ანუ თავიდან აქაც შოკური თერაპიით წავიდნენ, უბრალოდ 94 წელს ლუკაშენკო რომ მოდის უკვე ხელისუფლებაში, ის წყვიტავს ამ რეფორმების გაგრძელებას, ანუ ის სხვანაირი პოლიტიკურ კურსს ირჩევს, მისი პოლიტიკური ხედვიდან გამომდინარე, ანუ სახელმწიფო უნდა იყოს დომინანტი, ანუ ის ფაქტი, რომ საბჭოთა კავშირისთვის დამახასიათებელ სტრუქტურას იღებს და იმას აგრძელებს, ანუ მისთვის ეს უფრო მისაღები ფორმა იყო სახელმწიფო მმართველობის და ეს ეხება ასევე საბინაო ფონდს და ის ყოველთვის აქცენტს აკეთებს იმაზე, რომ საცხოვრისის უზრუნველყოფა და საბინაო უზრუნველყოფა ერთ-ერთი ფუნდამენტი არის კეთილდღეობის სახელმწიფოსთვის და თავის თავს როგორც კეთილდღეობის სახელმწიფოს ის მოიაზრებს. შესაბამისად, ანუ 2011 წლამდე ბოლო წლებამდე საყოველთაო უზრუნველყოფის პოლიტიკას ატარებდა, შეიძლება ესე ითქვას, ანუ საბინაო კრიზისების პერიოდი, ანუ ბელარუსში არ დამდგარა. ერთადერთი შეიძლება იმაზე გაკეთდეს აქცენტი, რომ ბოლო წლების განმავლობაში ეკონომიკური კრიზისის განიცდიდა ქვეყანა და დაიწყო ნელ-ნელა ანუ საბაზრო პირობებზე გადასვლის რაღაც მექანიზმების დანერგვა ბელარუსის. თუმცა უნდა ითქვას, რომ საბინაო თვალსაზრისით ამათ პრობლემა დღეს მაინც არ აქვს, რა სხვა რესპუბლიკებთან შედარებით. საქართველოში 90-იანების დასაწყისს ვიწყებთ ჩვენ სერიოზული საბინაო კრიზისით. ეხლა თქვენ აქ რასაც ხედავთ ეს ციფრები, ეს ციფრები არის იმ ადამიანების და იმ ოჯახების მაჩვენებელი, რომლებიც დარჩნენ ან უბინაოდ, ან მოუწიათ სახლის დატოვება, დევნილები გახდნენ. ანუ აქ სხვადასხვა ფაქტორებიდან გამოწვეული უბინაობის პრობლემასთან გვაქვს საქმე. ერთი არის ბუნებრივი კატასტროფების სიხშირე, რომელიც 80-იანი წლების ბოლოს იყო. ეს არის სვანეთში ზვავი, როდესაც ჩამოწვა, მერე იყო აჭარაში მეწყერი ჩამოწვა, მერე რაჭაში იყო ძლიერი მიწისძვრა, ომის შედეგადაც 60,000 ადამიანი დარჩა უსახლკაროდ. ამას ემატება ეს დევნილების რაოდენობა, 250,000 ადამიანს მოუწია გადაადგილება.
ამის გარდა იყვნენ ადამიანები, ვის წინაშეც სახელმწიფოს ჰქონდა აღებული პასუხისგებლობა, რომ უზრუნველყოფდა ბინით. მაგალითად არის ეს კოოპერატიული ბინათმშენებლობის შემთხვევაში, როდესაც ხალხმა ჩადო ფული ბანკში და სახელმწიფო დაპირდა მათ ბინებით უზრუნველყოფას, თუმცა 90-იანების დასაწყისში ინფლაციის გამო, ფულის გაუფასურების გამო ეს ფული ერთ დღეში აორთქლდა და ეს ხალხი დარჩა უბინაოდ და სახელმწიფო მექანიზმებიც აღარ იყო, ანუ ის საბჭოთა პასუხისგებლობა ამ ახალ მთავრობას არ ქონდა აღებული და არც მექანიზმები არ ქონდა იმისთვის, რომ მათთვის ეს პასუხისგებლობა, ანუ მათთვის ეს ვალი დაებრუნებინა. ამის გარდა იყვნენ სხვადასხვა ორგანიზაციები, რაც სატრანსპორტო ორგანიზაცია იყო, რომლის წინაშეც ქონდა ვალი აღებული სახელმწიფოს, ანუ ბინებით და უზრუნველყოფას დაპირდა საბჭოთა კავშირის ბოლოს. კიდე ეს თბილისის სამოქალაქო ომის შედეგად ცენტრალურ ნაწილში დაზარალებული შენობების მაცხოვრებლები, რომლებსაც ფაქტობრივად უსახლკაროდ დარჩნენ და ასე შემდეგ. ანუ ძალიან ბევრი ადამიანი დაზარალდა ამ პროცესების შედეგად. და ანუ ეს ყველაფერი აკუმულირდა როგორც ერთი უზარმაზარი რაღაცა საბინაო კრიზისი, რომლის მოგვარების არანაირი მეთოდი და არანაირი მექანიზმი არ არსებობდა და ჰაერში იყო ეს ხალხი დარჩენილი. და დაუბრუნდეთ ახლა თქვათ ისევ, ანუ რა პოლიტიკა ტარდება ამ პერიოდში, ხო? არის არეულობა, არის ომი, არის ინფლაცია, არის კრიზისი, ფაქტობრივად მთავრობა არ გვყავს, ყველა მიტაცებაზე არის და ასე შემდეგ. და ამ დროს ჩდება პოლიტიკურ ასპარეზზე ეს საერთაშორისო სავალუტო ფონდი, რომელიც სახელმწიფოს თავაზობს, რომ დაიწყოს პრივატიზაციის პროცესი. და 92 წელს იწყება პრივატიზაციის პროცესი. საბინაო ფონდის ამ შემთხვევაში ეს ძალიან მნიშვნელოვანია. და თან იმასაც აღვნიშნავ, რომ ანუ ეს კრიზისები და ეს ეკონომიკური, ასე ვთქვათ, სტაგნაცია განსაკუთრებით მწვავედ იდგა საქართველოში, სომხეთში და მოლდოვაში. ეს არის ამ ევროპული ბანკის ანგარიშებიდან ამოვიღეთ ეს ინფორმაცია. პრივატიზაციის პროცესი იყო მცდელობა, ალტერნატივა შეეთავაზებინა სახელმწიფოსთვის საბინაო უზრუნველყოფის. ანუ რას ნიშნავს პრივატიზაცია? სახელმწიფო ნელ-ნელა გადასცემს ამ საბინაო ფონდს მოქალაქეებს და ის ნელ-ნელა იხსნის პასუხისგებლობას ამ საბინაო ფონდის თუნდაც მოვლა პატრონობაზე. ან მერე ამ ადამიანებს სთავაზობს საფინანსო მექანიზმებს იმისთვის, რომ თქვათ ახლად შექმნილ ბაზარზე მათ ბინა გამოიყენონ როგორც საქონელი. ან სხვა მექანიზმები არის. ანუ ძირითადად იდეა იყო ის, რომ საბაზრო პირობები შექმნილიყო ამ ადამიანებს ხელში რაღაცა სჭეროდათ და შეეძლებოდათ ამ ბაზარზე სხვადასხვა მექანიზმებით, თქვათ საკუთარი საჭიროებების დაკმაყოფილება იმის და მიხედვით თუ რა უნდოდათ და როგორ უნდოდათ. იდეა იყო ეს. თუმცა ეგრე არ გამოვიდა, იმიტომ რომ პრივატიზება მოხდა, კერძო საკუთრება შეიქმნა, თუმცა ბაზარი არ არსებობდა, ფინანსური მექანიზმები არ არსებობდა, ფული არავის არ ქონდა, თავიდან რაღაც ვალუტაც არ იყო. ანუ ეს ყველაფერი ერთდროულად არ ხდებოდა. თუნდაც ის შოკური თერაპიის სავალდებულო პუნქტები, რაც უნდა შეესრულებინათ ამ ქვეყნებს, თანმიმდევრულად არ სრულდებოდა, ან ვერ სრულდებოდა, ანუ იყო გარღვევები თუნდაც იმ რეფორმების გატარებაში, რაც თქვათ შესთავაზა IMF-მა და ამ ორგანიზაციებმა. და საბოლოო ჯამში მივიღეთ ის, რომ ანუ ვერ ამუშავდა ეს მექანიზმები, რაც შესთავაზეს რა. და 94 წელს უკვე ეს ომები რო დამთავრდა და შევარდნაძე მოდის ხელისუფლებაში, იწყებენ ფიქრს იმაზე, თუ როგორ შეიძლება დაასტაბილურონ ქვეყანა და როგორ შეიძლება რომ ნელ-ნელა განვითარებისკენ წავიდნენ. ამ პერიოდში იწყება ეს საერთაშორისო სავალუტო ფონდი, მსოფლიო ბანკი და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციები იძლევიან უკვე პირველ სესხს სტაბილიზაციის რეფორმების გასატარებლად, თუმცა ეს საბინაო კრიზისი იმდენად მწვავე არის. საბინაო კრიზისი იმდენად მწვავე არის, რომ სახელმწიფო ვერ უკეთებს იგნორირებას ამ პრობლემას და იწყება ფიქრი იმაზე, თუ თქვათ, რა შეიძლება სახელმწიფომ გააკეთოს იმისთვის, რომ ამ ადამიანების პრობლემები მოაგვაროს.
ერთ-ერთი და მნიშვნელოვანი არის 94 წელს პრეზიდენტის რეზოლუცია, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო იღებს ვალდებულებას ურბანული სტრატეგიის დამუშავებაზე და საბინაო პოლიტიკის შემუშავებაზე. ამ პერიოდს ემთხვევა ასევე 96 წელს დაგეგმილი ჰაბიტატი 2-ის კონფერენცია, რომელიც სტამბულში უნდა ჩატარებული იყო და ჩვენ იგივე ამ რეზოლუციის ფარგლებში ვიღებთ პასუხისგებლობას, რომ მივიღებთ მონაწილეობას ამ კონფერენციაში და ქვეყანა მოამზადებდა ანგარიშს საბინაო სექტორზე. და შესაბამისად იწყება მუშაობა, ანუ შესაძლებლობების ძიება, შეიძლება ესე ითქვას, და სხვადასხვა მიმართულებით ყურება. ანუ ჯერ არ არის განსაზღვრული ზუსტად როგორ განვითარდება ქვეყანა და ამის ფონზე ხდება თქვათ ესეთი მსჯელობა, შეიძლება ესე ითქვას. ამ ჰაბიტატის ანგარიშის ფარგლებში იდება რეკომენდაციები თქვათ სახელმწიფოსთვის, რაც უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ ეს პრობლემა საბინაო სექტორში დაგროვილი პრობლემა მოაგვაროს. პირველი რაც ჩადებული არის, ეს არის საბინაო პოლიტიკის დოკუმენტის შემუშავება 96-2000 წლებისთვის და ამავე პერიოდში ქვეყანა მიუერთდა საერთაშორისო აქტებს და სხვადასხვა აქტებს, რომლებიც აღიარებენ ადამიანის უფლებებს. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არის ესეთი გაერთიანებული ერების ასამბლეის ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო აქტი და მეორე იყო ევროპის სოციალური ქარტია. და ამ დოკუმენტის ჩაბარების შემდეგ მუშავდება სახელმწიფო საბინაო პოლიტიკის საფუძვლები 96-97 წლებში, რომელიც ჩვენ როგორც ვიცით, ეს ოფიციალური დოკუმენტი არ გვინახავს, მაგრამ რომელიც ანგარიში ვნახეთ, რომ სოფლიო ბანკმა დაბლოკა ეს დოკუმენტი იმის გამო, რომ ის ზედმეტად სოციალურად ორიენტირებული იყო და სახელმწიფო როლი ჰქონდა ბევრად გამახვილებული იყო, ასე ვთქვათ. თუმცა ეს არ არის პირველი წყარო, რომელსაც შეიძლება დავვერტოთ. მაგრამ ამის მერე ჩვენ ვხედავთ, რომ პოლიტიკა მთლიანად იცვლება და 97 წელს უკვე მუშავდება საქართველოს საბინაო კომუნალური მეურნეობის რეფორმის კონცეფცია, რომელშიც საბინაო უზრუნველყოფის თემა საერთოდ ამოღებული არის და ქვეყანა გადაერთო, მმართველობით სისტემა გადაერთო მარტო მომსახურების სფეროს, საინჟინრო ინფრასტრუქტურის მომსახურება, მოლაპატონებაში დაეხმარება ამ საბინაო სექტორის, მაგრამ აღარ არის ლაპარაკი უკვე ბინათმშენებლობაზე. აღარ არის ლაპარაკი სახელმწიფოს როლზე ბინათმშენებლობის პროცესში. მერე უკვე აქცენტი კეთდება იმაზე, რომ მოიძიონ უცხოური პირდაპირ ინვესტიციები იმისთვის, რომ თქვა საბინაო სექტორში რაღაც ძვრები იყოს და დაიწყოს ბინათმშენებლობა. და მერე მიდის ლაპარაკი ზუსტად აი ახალი მექანიზმების შემუშავებაზე საბინაო უზრუნველყოფისთვის. ახალი მექანიზმების შემუშავების ერთ-ერთი მაგალითი არის ეს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ფორმის დანერგვა საქართველოში, რომლის შემუშავებაში საქართველოს ეხმარება USAID 2000 წელს იწყებს ამ პროექტს, რომელსაც ერქვა Local Governance Reform Initiative. სამწლიანი პროექტი იყო, სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში ჩადიოდნენ და ეხმარებოდნენ ადგილობრივებს, თქვათ ამ ბინათმესაკუთრეთა ხანაგობების ორგანიზებაში, მართვაში და ამის გარდა ეხმარებოდნენ ეს იმ პერიოდში არსებულ ურბანიზაციის სამინისტროს კანონმდებლობის შემუშავებაში ამ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებისთვის, რომელიც მე 2007 წელს დამტკიცდა. ხო და ჩვენ ხედავთ აქ ჩანაცვლებას, ხო, ანუ 97 წელს ხდება გარდატეხა და სახელმწიფო უკვე განსაზღვრული რაღაც მიმართულებით მიდის და აღარ განიხილება ეს სახელმწიფო ბინათმშენებლობის მომენტი. თუმცა 2002 წელს ისევ ხდება ეს საინტერესო ის არის, ცხრილი არის, აქ თქვენ ხედავთ ლურჯად სახელმწიფო ბინათმშენებლობას და ნარინჯისფრად არის კერძო ბინათმშენებლობები და ზუსტად 97 წლიდან ეს ყველაზე დაბალი მაჩვენებელი სადაც კერძო საკუთრების, ანუ იქიდან მერე ჩანს როგორ აქტიურდება კერძო სექტორი, თქვათ, ბინათმშენებლობაში. და ამაზე მიუთითებს ასევე ეს ხვრილით, სადაც ჩანს 97 წლიდან კერძო სამშენებლო ორგანიზაციების რაოდენობის ზრდა და სახელმწიფო სამშენებლო ორგანიზაციების რაოდენობის სწრაფი კლება. ანუ ჩვენ თეორიას ეს ამყარებს. ხო და 2002 წელს
2002 წელს თბილისში ხდება მიწისძვრა, რის შედეგადაც 22,000 ადამიანი დაზარალდა და სადღაც ხო ოჯახი დაზარალდა და სადღაც 1600 ადამიანი დარჩა უსახლკაროდ. და მე ჩვენ გადავაწყვით ესეთ დოკუმენტს თბილისის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების დოკუმენტი, რომელიც 2002-2003 წლებისთვის დამუშავდა და ამ დოკუმენტში იყო ჩადებული ისევ ბინათმშენებლობა, რომელიც განსაზღვრული იყო სავარაუდოდ ამ ადამიანების სადღაც 250 ბინათმშენებლობა იგეგმებოდა. შეიქმნა ასევე რაღაც ფონდი, სალიკვიდაციო ფონდი, ან მიწისძვრის შედეგად დაზარალებული ადამიანების დასახმარებლად, თუმცა ისიც წარუმატებელი გამოდგა, სადღაც 370 ოჯახს მისცეს დროებითი ბინა და მე დავები მიდიოდა იმაზე, ეს ბინა იმათ უნდოდა თუ საკუთრებაში გადაეცათ, მაგრამ ფონდი არ აძლევდა და ბოლოს რაღაცნაირად შეთანხმდნენ. და 2000 ეს ამ ჩანაწერის შემდეგ უკვე 2003 წელს იწყება ვარდების რევოლუცია ხდება და იწყება ნაციონალური მოძრაობის მოსვლა მმართველობაში და მათი პოლიტიკა შევარდნაძის პოლიტიკისგან განსხვავებით ბევრად უფრო რადიკალური, ბევრად უფრო აგრესიული არის, ბევრად უფრო მიზანდასახული არის და ზუსტად იცის რას აკეთებს, ესე შეიძლება ითქვას, იმიტომ რომ ის რეფორმები რაც გატარებული იქნა შედეგში პირდაპირ არის ასახული. პირველი რასაც აკეთებენ ეს არის რაღაც კონსტიტუციის სრული რეფორმა, მშენებლობისა და ურბანიზაციის სამინისტრო გააუქმეს, ნებართვების სისტემა გაამარტივეს, სამშენებლო სექტორის წახალისებას ცდილობდნენ და მათ პერიოდში ზუსტად სამშენებლო სექტორი ხდება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რგოლი ეკონომიკური ზრდის. და ამაზე მეტყველებს თუნდაც ეს ამცხრელში ნაჩვენები ბინის ფასების ზრდის ტემპი, იმიტომ რომ შენებლობის ტემპებიც იზრდება, თუმცა ჩვენ ხედავთ, რომ შინამეურნეობების შემოსავლების და ეს ქვედა ხაზი არის, იმ ტემპს ვერ მიყვება. და ეს ასევე მეტყველებს იმაზე, რომ ადამიანების ხელმისაწვდომობა კლებულობს დროთა განმავლობაში ახალი ბინების შეძენაზე. საბოლოო ჯამში დაამთავრდა ეს პროცესები 2008 წლის ეკონომიკური კრიზისით და ამავე პერიოდში იყო ეს ომი, რომელმაც ეს ზრდის ტემპები დროებით შეაჩერა და საქართველოში ის ახალი საბინაო კრიზისი დადგა. ეს გამოიხატებოდა ისევ დევნილების ახალი ნაკადით, რომელიც ამ ომის შედეგად გაჩნდა და იმ არასწორი სამშენებლო პოლიტიკის შედეგად, რომელიც გაატარა ნაციონალურმა მოძრაობამ, ამაში გულისხმობ მე რომ ეს რეგულაციები რომ გაუმარტივეს, რომ აღარ ხდებოდა კონტროლი სამშენებლო საქმიანობის, ძალიან ბევრი სამშენებლო კომპანია სპეკულაციური გზებით და ფინანსურ პირამიდებს აგებდნენ და 2008 წელს ეს ყველაფერი ჩამოიშალა და ძალიან ბევრი ადამიანი დარჩა სახლის გარეშე, ბინის გარეშე. მარტო ცენტრპოინტის მონაცემები გვაქვს აქ ჩადებული, ეს არის 30,000 ადამიანი და არ არის აღწერილი და არ არსებობს ბაზა იმაზე თუ სხვა სამშენებლო კომპანიების მიერ რამდენი ადამიანი დაზარალდა, უბრალოდ რომ გაიკითხოთ სანაცნობოში ყველას ვიღაცა ყავს, ვინც დაზარალდა ამ პროცესების შედეგად. მაგრამ განსხვავება ახლა 90-იანების დასაწყისსა და ამ პერიოდს შორის არის ის, რომ ის სახელმწიფო პასუხისგებლობა იყო და სახელმწიფომ იმ კოოპერატიული ბინათმშენებლობის წინაშე პასუხისგებლობა 98 წელს აღიარა და დღემდე რაღაცა ფორმით ხდება იმათი ზარალის ანაზღაურება. ეს შეიძლება იყოს რაღაც მიწას გადასცემენ ან რაღაცას აკეთებენ, მაგრამ ამათ და ბიუჯეტში არის ჩადებული თქვათ იმათი კომპენსაციები, მაგრამ ამ პროცესების შედეგად დაზარალებული ადამიანების წინაშე ვალდებულება ფაქტურად არავის არ აქვს აღებული. იმიტომ არგუმენტად იყენებენ, რომ 2008 წლის კრიზისი იყო, ომი იყო და ჩვენ ვერაფერს ვერ ვიზავთ. ან კერძო კომპანიები პასუხობენ ამას და სახელმწიფოს არანაირი ვალდებულება არ აქვს და არანაირი პასუხისგებლობა არ აქვს. ერთადერთი სასამართლოს გზით არის შესაძლებელი, რომ ის ადამიანი, ანუ ის კომპანიები პასუხისგებაში ჩააყენოთ, თუმცა თუ გაბანკროტდა და დაიხურა ის კომპანია, მაგის მერე, ანუ წყდება ეს პროცესი.
ამიტომ ეს ადამიანები უფრო გამოუვალ მდგომარეობაში არიან, ვიდრე თქვა 90-იანების დასაწყისში იყვნენ კოოპერატიული ბინადრჩენილობის დაზარალებულები. ეხლა ოდნავ ვიტყვი ერთი-ორი სიტყვით თბილისის მუნიციპალიტეტის პოლიტიკაზე ამ მიმართულებით. თბილისის ბიუჯეტი ნახეთ ჩვენ და ნახეთ რა მიმართულებით იხარჯება თანხები, ნახეთ რა პროექტები და პროგრამები აქვთ საცხოვრისთან მიმართებაში. გამოვკვეთეთ ორი ძირითადი მიმართულება, ეს არის კაპიტალური გამაგრებები აქვთ ძირითადად და არის ბინის კომპენსაციის პროგრამა. აქ თქვენ ხედავთ, აი წითლად არის ნაჩვენები, მაუსია. წითლად არის ნაჩვენები საცხოვრებლით უზრუნველყოფა, რაშიც მოიაზრება ეს ბინის კომპენსაციები. ძირითადად უმთავრესად. ხო. და არის ლურჯად ნაჩვენები არის კაპიტალური გამაგრებების მიმართულებით დახარჯული თანხები. ანუ ჩვენ ვხედავთ, რამდენად მიზერული არის თუნდაც დროებითი სახით ბინის უზრუნველყოფის მიმართულებით დახარჯული თანხების რაოდენობა კაპიტალურ ან მომსახურების მიზნით დახარჯულ თანხებთან შედარებით. თუმცა უნდა ითქვას ისიც, რომ ბოლო წლების განმავლობაში ეს თანხა საცხოვრისის უზრუნველყოფის კუთხით იზრდება ნელ-ნელა. იმიტომ რომ შეიძლება ითქვას, რომ პრობლემაც იზრდება მიმართულებით. ეს ძირითადად არიან ადამიანები, რომლებიც ავარიულ შენობებში ცხოვრობენ. ძველი თბილისის მოსახლეობაზე არის ძირითადად აქცენტი. სხვა სოციალურ დაუცველი ჯგუფებიც მოიაზრება, მაგრამ ძირითადი პროცენტული მაჩვენებელი ეს ადამიანები არიან. ძირითადად ეს არის გამგეობები, იმიტომ რომ მერიაში თვითონ შიგნით არ არის ესეთი უწყება, რომელიც ამას განაგებს. ამ პროგრამას ძირითადად გამგეობები ახორციელებენ. ამ ყოველფრის გარდა კიდევ ვიტყოდი ერთ მიმართულებას, რომლის ფარგლებშიც მერიაში მიმდინარეობს მუშაობა და ზოგადად ამ ბოლო წლებში კეთდება აქცენტი, ეს არის უსახლკარობის თემა. ბოლო 3-4 წლის განმავლობაში ეს თემა ძალიან აქტუალური გახდა, იმიტომ რომ პრობლემა გაიზარდა და უკვე ძალიან თვალსაჩინო გახდა. სანამ არ დაიღუპა ქუჩაში. ხო, იქამდე ხო რეაქცია ნაკლებად იყო. ეს გახდა ბიძგის მიმცემი, ასე ვთქვათ, და ისიც სამოქალაქო საზოგადოების აქტიურობის შედეგად. და ამ მიმართულებით გადაიდგა რაღაც ნაბიჯები, თავშესაფარი აშენდა 240 ადამიანზე და დაიწყეს რეგისტრირება უსახლკაროების. და კრიზისზე მეტყველებს ასევე ის 467 შენობა, რომელიც უკანონოდ არის დაკავებული თბილისის მასშტაბით მარტო, სადაც 10,000 ოჯახი არის შეჭრილი. აქ მოიაზრებიან როგორც დევნილები, ისე უსახლკაროები და სხვა სოციალურად დაუცველი ჯგუფები. ძალიან რო არ შეგაწყინოთ თავი, გადავალ პირდაპირ. ეს არის საბინაო პოლიტიკის ზოგადად ან ჩვენს როგორც ქვეყანაში, ისე მუნიციპალიტეტის დონეზე ინსტიტუციური მოწყობის სქემა, რომელიც ჩვენ ვეცადეთ რომ აგვეწყო, ან რომელი უწყებები არიან პასუხისმგებელი, ან შეიძლება ასოცირებული იყვნენ საცხოვრისის თემასთან და რომელ ჯგუფებს ეხება, თქვათ, მათი საქმიანობა. გამოვყავით 5 სამინისტრო. ეს არის რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ტოვილთა სამინისტრო, არის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. ჩვენ რო ვნახეთ ამათი დებულებები, პოლიტიკის განსაზღვრელი საცხოვრისის თვალსაზრისით არის ეკონომიკის სამინისტრო. თუმცა ეკონომიკის სამინისტრო ამ მიმართულებით არის ყველაზე პასიური და მათი მხრიდან საერთოდ არ მიმდინარეობს არანაირი სამუშაოები ამ თვალსაზრისით. არ არის ლაპარაკი პოლიტიკის დოკუმენტზე, არც კვლევებს არ აკეთებენ, არც სტატისტიკური მიმართულებით მეთოდოლოგიას არ ამუშავებენ და შეიძლება გეგმავენ. ხო.
ერთადერთი გამართული პოლიტიკა, რაც იმ პრინციპში გამორჩა ხა ეგ რო ვლაპარაკობდი, დღეს საბინაო თვალსაზრისით აქვს დევნილების სამინისტროს. ეს პოლიტიკა 2007 წლიდან იცვლება და დროებითი განსახლების მეთოდიდან გადადიან მუდმივი განსახლების მეთოდზე, ანუ დაიწყეს მშენებლობა საცხოვრებლების და დაკანონება დევნილებისთვის. და სახელმწიფო დაპირდა დევნილებს, რომ ყველას ექნებოდა საკუთარი სახლი და ეს პროცესი მიმდინარეობს და შეიძლება ითქვას, რომ წარმატებით, ანუ ეტაპობრივად ეს პრობლემა ნელ-ნელა გვარდება. და აბსოლუტურად სხვა სურათი გვაქვს უსახლკარობასთან მიმართებაში. ხო, არა უკაცრავად ჩავეჭერი. არა, თუ ვინ გააგრძელე. ხო. ამ თვალსაზრისით აბსოლუტურად განსხვავებული სურათი გვაქვს და რაც ყველაზე საინტერესო და მკაფიოდ იკვეთება არის ის, რომ პოლიტიკა, რომელიც ჩანს არის უფრო რეაქციული ხასიათის, ანუ როდესაც რაღაცა გარკვეული პრობლემა გროვდება და ფეთქდება უკვე საზოგადოებაში, იმაზე ხდება რეაქციული ქმედებების და ნაბიჯების გადადგმა და ხშირ შემთხვევაში და თვითონ პოლიტიკა, საცხოვრისის პოლიტიკა ზოგადად რომ ავიღოთ, არის ძალიან ფრაგმენტირებული და მიემართება კონკრეტულ სოციალურ ჯგუფებს, ეს იქნება დევნილები ცალკე, ეს იქნებიან უსახლკაროები ცალკე, მაგრამ სახელმწიფოს ესეთი ერთიანი ხედვა იმის შესახებ, თუ როგორი უნდა იყოს საცხოვრისის პოლიტიკა, საითკენ მივისწრაფით ამ მიმართულებით დაუშვათ და რა არის ჩვენი გრძელვადიანი მიზნები ამ კუთხით, აბსოლუტურად ბუნდოვანი არის, აბსოლუტურად გაუგებარი არის, არ არსებობს და როგორც გვანცამ უკვე აღნიშნა სამინისტრო, რომელიც არის პასუხისმგებელი, ის არ ასრულებს და არც აპირებს, რომ შეასრულოს ეს მასზე დაკისრებული მოვალეობა. ეს არის ეს ფრაგმენტულობა, რომელიც დაუშვათ ერთი კუთხით ერთ ჯგუფთან მიმართებაში შეიძლება საცხოვრისთან დაკავშირებული საკითხები და საცხოვრისის პოლიტიკა გქონდეს უკეთესად განვითარებული, ვიდრე სხვა ჯგუფთან მიმართებაში. გვაქვს ეს ცენტრალური ეკონომიკის სამინისტრო, რომელიც არ არის ქმედითი ამ შემთხვევაში და პასუხისმგებლობების გადანაწილების კუთხით ამაზე IMC-საც აქვს კვლევა გაკეთებული, ომბუდსმენიც ხშირად აკეთებს აქცენტს, რომ პასუხისმგებლობები, რომელიც არის გადანაწილებული დაუშვათ იგივე უსახლკარობასთან მიმართებაში, მთელი პასუხისმგებლობა ეკისრებათ მუნიციპალიტეტებს. თუმცა პრობლემა იმდენად მასშტაბურია, რომ არაადეკვატურია მუნიციპალიტეტის დონეზე ამ პრობლემების გადაჭრა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემა და ზუსტად ამ ფრაგმენტულობას და თუ შეიძლება ხარვეზულობასაც უსვამს ხაზს ჩვენი აზრით. და ის პოლიტიკაც დაუშვათ უსახლკარობასთან მიმართებაში, რაც ხორციელდება, ისიც ხარვეზულია, არ არის მიმართული გრძელვადიანი პრობლემის გრძელვადიანი მოგვარებისთვის და ამ ხრივაც ბევრი პრობლემა არსებობს, თუნდაც იგივე დეფინიციის თვალსაზრისით და ასე შემდეგ. რას ნიშნავს უსახლკარო, ვის მოვიაზრებთ უსახლკაროს ქვეშ და ასე შემდეგ. პრინციპში აი ეს მთავარი სურათი ჩვენთვის აი ამ ანალიზის შედეგად დიდი ისტორიული დისკურსის შემდეგ რაც გამოიკვეთა არის ეს დაგსაქსულობა, ფრაგმენტულობა და ის ნაბიჯები, რომელიც იდგმება ხშირ შემთხვევაში საცხოვრისთან დაკავშირებული პრობლემების მოსაგვარებლად, იგივე თუნდაც სოციალური საცხოვრისის მშენებლობის კუთხით მიზერული არის. იმიტომ რომ ჩვენ როგორც ვნახეთ, ესე იგი 2016 წლის ბოლოს მერიას 6000-მა ადამიანმა მიმართა, ეს იყო დეკემბრის დასაწყის ნოემბრის ბოლოს მდგომარეობით 6000-მა ადამიანმა მიმართა უსახლკაროდ რეგისტრაციის მოთხოვნით. ანუ და სოციალური საცხოვრისები, რომელიც აშენდა, არის ძალიან რაოდენობრივად ძალიან ცოტაა და შესაბამისად პრობლემის მასშტაბთან მიმართებაში აბსოლუტურად არაადეკვატურია. ანუ ჩვენ რა სურათს ვიღებთ? ერთი მხრივ გვაქვს ესეთი მდგომარეობა, რომ დაუშვათ ძალიან ესეთი ის ნაბიჯები, რომელიც პრობლემების მოსაგვარებლად იდგმება, არის ხშირ შემთხვევაში
არასაკმარისი, თუნდაც იგივე საბინაო ფონდის შექმნის თვალსაზრისით, ამაზე ომბუდსმენიც აკეთებს აქცენტს, რომ ხშირად მუნიციპალიტეტები იმიზეზებენ სწორედ უსახსრობას და საბინაო ფონდების არარსებობას და შედეგად ვერ აკმაყოფილებენ ადამიანებს, რომლებსაც ამისი საჭიროება უდგათ და ამ კუთხით გადადგმული ნაბიჯები არის ძალიან, ასე ვთქვათ, არაადეკვატური, თუ შეიძლება ესე ითქვას და მეორე მხრივ გვაქვს ჩვენ ეს უკვე ჩამოყალიბებული კერძო საბინაო სექტორი, რომელიც გამოდის მთავარ აქტიორად სცენაზე, რომელმაც პრინციპში უნდა მოახდინოს საცხოვრისით უზრუნველყოფა მოსახლეობის. მაგრამ როგორც დავინახეთ დაუშვათ აი ეს დიაგრამა და დინამიკა იმისი თუ როგორ იზრდება საბინაო უძრავ ქონებაზე ფასები და როგორ ხდება დაუშვათ იგივე შინამეურნეობების საშუალო თვიური შემოსავლის ზრდის დინამიკა, ეს ერთმანეთთან გვაჩვენებს ძალიან დიდ სხვაობას, ასე ვთქვათ. და როდესაც დასაწყისში ვახსენე, რომ აი განმარტავდით რა არის ხელმისაწვდომი საცხოვრისი და რა არის საცხოვრისის ხელმისაწვდომობა. სწორედ ამას გულისხმობს საცხოვრისის ხელმისაწვდომობა, რომ თუ ოჯახის შინამეურნეობის უნარს საბაზრო ფასის საბინაო პროდუქტზე, ასე თუ შეიძლება ითქვას, უხეშად ძალიან ესე იგი ხელმისაწვდომია ადამიანისთვის, ოჯახისთვის საცხოვრისი იმ შემთხვევაში, თუ ოჯახი მასზე ხარჯავს არაუმეტეს 25%-ისა საკუთარი ოჯახის შემოსავლების. და ანუ ერთი მხრივ ჩვენ გვაქვს პრობლემა დაბალ შემოსავლიან ოჯახებთან მიმართებაში და ნელ-ნელა იკვეთება პრობლემა ასევე საშუალო შემოსავლის მქონე ადამიანების ჯგუფშიც, იმიტომ რომ დროთა განმავლობაში ამ ადამიანებს სულ უფრო და უფრო მეტი პრობლემა შეიძლება შეექმნათ საკუთარი საბინაო პირობების გაუმჯობესების კუთხით. და რაც არის ყველაზე მნიშვნელოვანი, ამ მიმართულებით ჩვენ შევეცადეთ და ვაკეთებთ ესეთ სოციოლოგიურ კვლევას და შევეცდებით, რა თქმა უნდა, ამისი გენერალიზება არ იქნება შესაძლებელი, მაგრამ აი ეს ხელმისაწვდომობის საკითხი შევისწავლოთ თბილისის მასშტაბით და მისი სიმწვავე რაღაცა დოზით მაინც გამოვკვეთოთ, ასე ვთქვათ. და კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემა, რომელსაც ასევე წავაწყდით კვლევის პროცესში, ეს არის მონაცემების არარსებობა. მონაცემების არარსებობა თითქმის ყველა მიმართულებით, მაგალითად, როდესაც საბინაო საკითხის შეფასება ხდება ევროპაში, ევროსტატი იყენებს გარკვეულ მაჩვენებლებს. დაუშვათ, ეს არის გადავსებულობის, ანუ ბინაში სულადობის რაოდენობის მაჩვენებელი, რამდენი ადამიანი ცხოვრობს, ეს არის გადავსებულობის მაჩვენებელი, ეს არის ხელმისაწვდომობის მაჩვენებელი, ეს არის ტვირთი, საბინაო ფინანსური ტვირთი და ეს არის დეპრივაციის ხარისხი, ანუ საცხოვრისის ფიზიკური მდგომარეობის შეფასება ხდება. ჩვენ ამ მიმართულებით ფაქტიურად გვაქვს ესეთი დიდი შავი ხვრელი და შესაბამისად ძალიან რთულია ზუსტად განისაზღვროს ის საბინაო მდგომარეობა, რაც საბინაო პრობლემები, რომლის წინაშე ჩვენ დღეს ვდგავართ. საქსტატი ფიქრობს, რომ გარკვეული მიმართულებით ამ დაუახლოვდეს, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს ევროკავშირთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე აღებული ვალდებულება, რომ სტატისტიკური მონაცემების დაახლოვება მოხდეს და ამ კუთხით შეიძლება მცირედი გაუმჯობესება უახლოეს წლებში გქონდეს, მაგრამ საერთო სურათი მაინც ძალიან ბუნდოვანი ჩნდება არის და იგივეა თუნდაც იგივე უსახლკარობის აი ამ ვიწრო მიმართულებით აღრიცხვასთან დაკავშირებით ზუსტად იგივე პრობლემას ვაწყდებით. და იმისთვის რომ განისაზღვროს პოლიტიკა, აუცილებელია მონაცემები და თუ ეს არ გვექნება, შესაბამისად გაგვიჭირდება იმ ადეკვატური მიდგომების ჩამოყალიბება, რაც
დაგვეხმარება ამ პრობლემების მოგვარება. ანუ ბინით დაკმაყოფილების ხარჯები მე მგონი 6 მილიონი იყო წითლად რაც იყო, ხო ეგრე იყო? ანუ ლურჯად არის კაპიტალური სარემონტო სამუშაოების ხარჯები და წითლად 6 მილიონი არ მახსოვს რაზეა მახსოვს. მე 6 მილიონი დავინახე. თქვენი ძახით ხო, კაპიტალური ანუ ეგ არის შემოუჩი და ხარჯები, ხო? ხო და ანუ ეგ თვითონ ბიუჯეტის თანხაა თუ ანუ მე როგორც ვიცი შვეიცარიის სამთავრობო თუ არასამთავრობო არ ვიცი რა დაფინანსებითაა, მაგრამ ანუ ისინი ახდენენ აი ამ სოციალური საცხოვრისის პოლიტიკის დაკმაყოფილებას, მაგრამ ძალიან ცოტა რაღაც წელიწადში რამდენიმე ათეული სახლით დაკმაყოფილებას ახდენენ სულ რაღაც. ანუ ბიუჯეტის თბილისის ბიუჯეტს აქვს ესეთი ორი მუხლი ფუნქციონალური კლასიფიკაციის მიხედვით, რომელიც ერთი მიემართება ესეთი საბინაო მშენებლობა და მე ფრჩხილებში არის განსაზღვრებული, რომ ეს არის მოიაზრებს კაპიტალურ გამაგრებებს შენობების და სარეაბილიტაციო სამუშაოების ხარჯებს და ბინათ მშენებლობას არ აწარმოებს მუნიციპალიტეტი, ხოლო და ეს შვეიცარიის განვითარების ფონდის ორხევში და თავშესაფრების კუთხით და ეს არის ის თანხები, რომლებიც ამ წლების მანძილზე დაიხარჯა ბინათ მესაკუთრე და ამხანაგობების თანადაფინანსების პროექტებში, ლიფტების, სახურავების, შენობების კაპიტალური გამაგრების, ანუ მოვლაპატრონობის კუთხით და ასევე ის შუა ნაწილში, სადაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელი არის თანხის, ეს არის 2011 წელი, ეს არის პერიოდი, როდესაც ხორციელდება ძველი თბილისის რეაბილიტაციის პროგრამა და ამ მუხლიდან დაფინანსებული იყო ასევე ეს პროექტებიც. ხშირად ძალიან ჭირს ხოლმე ფუნქციონალურ ჭრილში ყველა სხვა მიმართულების განსაზღვრა, რაც შევეცადეთ მაქსიმალურად გამოვკვეთეთ. რაც შეეხება აი ამ წითელ ნიშნულს, ეს არის უკვე სოციალური უზრუნველყოფის კუთხით, საბინაო უზრუნველყოფის მიმართულებით დახარჯული თანხები და ეს არის უმთავრესად ბინის ქირის კომპენსაციაზე დახარჯული თანხები. ავარიული საცხოვრებელი სახლების და შემდეგ ეს მე როგორც ხვდები, ეს ჩემი ვარაუდია სათაურებიდან გამომდინარე, ეს მერე ტრანსფორმირდა და დაფარა სავით უსახლკარობის პრობლემა. გამარჯობათ, ნინო ლომინაძე ვარ, თბილისის სოციალური მომსახურებისა და ჯანდაცვის სამსახურის ერთ-ერთი სპეციალისტი. თემა ის არის, რომ რეალურად თანხები მართლა ძირითადად მიმართულია აღდგენისადმი კონკრეტული შენობების შეკეთებაზე. მეორე ნაწილი არის ასევე დიდი ნაწილი ქირების, მაგრამ ასევე იყო სამ ეტაპად პროექტი იგივე სოციალური საცხოვრისების, რომელიც შვეიცარიის თანამშრომლობისა და განვითარების სააგენტოსთან ერთად ხორციელდებოდა და პლუს ეხლა არის ოღონდ ეს იყო პროგრამა ცალკე და შესაძლოა ამიტომ არ მოხდა თქვა ხარჯების ნაწილში თქვენთან. ეს იყო ჩვენი სამსახურის პროგრამა და წელს უკვე გვაქვს ეს უსახლკაროდ რეგისტრაცია და ამ ფარგლებშიც არის კეთილმოწყობის სამსახური აწყობს ანუ არსებული შენობის კეთილმოწყობა მოხდა და ეს არის ორხევში მდებარე სოციალური საცხოვრისი, რომელთაც აქ არის შესული თანხებით, ანუ აქ არის სოციალური საცხოვრისის კუთხით. ანუ ეს შეიყვანეთ რომელ ნაწილში? უზრუნველყოფის. წითლად რომელიც არის. გასაკეთე. კარგი, უბრალოდ ამის ხაზგასმა მინდა რომ არსებობს კი. საცხოვრისიც. ბენეფიციარებისთვის ამ საბინაო პირობების მეთოდოლოგიის დამუშავებაში რომელი სტანდარტები გამოიყენეთ? სტანდარტები მიღებული არის არა მარტო ჩვენს მიერ, რა თქმა უნდა, როდესაც დაწესდა თუ როგორი უნდა იყოს გაუმჯობესებული პირობები იმ ადამიანებისთვის, ვისაც შევთავაზებთ და გადავიყვანთ ახალ საცხოვრებელში, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციები იყო ჩართული, ისე თვითონ UNHCR იყო ამ დოკუმენტის მიღების დროს და შესაბამისად დღეს მართლაც, როდესაც უკვე გადავცემთ, ახლა უშაბათს ვალინგში კიდევ განსახლება გვაქვს 200 ოჯახი ღებულობს საცხოვრებელ ну რა ვიცი, თქვენ თვალით უნდა ნახოთ როგორი ბინა არის და რა სტანდარტებზეა უკვე საუბარი. გემია.
ეცი რა მაინტერესებს, ცოტა ვერ ანუ იზოლებულ გადაადგილებულ პირთა შემთხვევაში უფრო თქვა გასაგები არის ვინ იგულისხმება იმაში, რომ საჭიროებს საცხოვრეს და სხვა შემთხვევაში რა არსებობს კანონის დონეზე თქვა განსაზღვრება ვინ არის ადამიანი თუ ოჯახი, ვინც საჭიროებს საცხოვრეს. დათეს ცოტა განსხვავებული კითხვა ქონდა, ანუ პრინციპში ვინც საჭიროებს პირველ რიგში საცხოვრისით უზრუნველყოფას ერთი მხრივ ეს არის დევნილები, მეორე მხრივ არის გაჩნდა უკვე ეს უსახლკარობის განმარტება და ცნება, თუმცა ეს იმდენად ბუნდოვანი და იმდენად ფართო დეფინიციაა კანონმდებლობაში, რომ თვითონ მუნიციპალიტეტებსაც კი, როდესაც უწევთ ყოველდღიური ფუნქციონირება, უწევთ ამის დაზუსტება თუ თითოეული მუნიციპალიტეტი რას მოიაზრებს უფრო კონკრეტულად აი ამ უსახლკაროში. და ეს არის რეალურად განსაზღვრების პრობლემა, იმიტომ რომ როგორც განსაზღვრავ, ისეთ ჯგუფს მოიცავ, იმიტომ რომ ეს უსახლკარობა არ მოიცავს ერთ ცალკეულ სახე, ანუ ცალკეულ ჯგუფს, რამოდენიმე ჯგუფი არის დაუშვათ ამაში 3 ჯგუფი არის გამოყოფილი, ერთია რომელიც აი უშუალოდ ჭერზე და კედლებზეა საუბარი, არიან ადამიანები, რომლებიც მძიმე საცხოვრებელ პირობებში ცხოვრობენ. შეიძლება აქვთ ჭერი, აქვთ კედლები, მაგრამ ის საცხოვრებელი გარემო არ არის ღირსეული საცხოვრებელი გარემო, არ არის ადეკვატური საცხოვრებელი გარემო. მატერიალურადაც და მაგრამ იმდენად რამდენადაც როგორც უკვე ვთქვი, არ არსებობს სტანდარტები, ეროვნული და კრიტერიუმები. დაუშვათ, რა შემთხვევაში ითვლება სახლი უკიდურესად დეგრადირებულად. ჩვენ მე ვეძებე და აქამდე ვერ მივაგენი ჯერჯერობით ის პრობლემები ჯანდაცვასთან დაკავშირებით, რაც საცხოვრის უკავშირდება, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს არაერთ საერთაშორისო ორგანიზაციას აქვს გამოკვლეული, რა გავლენას ახდენს საცხოვრისში. თუნდაც გადავსებულობა, როდესაც ბევრი ადამიანი ცხოვრობს სახლში, ადამიანის ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ მდგომარეობაზე. ჩვენ არ აგვაქვს ესეთი დეფინიციები, არ აგვაქვს რას ვარქმევთ გადავსებულობას, რა არის გადავსებულობის ეროვნული სტანდარტი. არ ვიცით დეპრივაციას როგორ ან და საცხოვრისის მდგომარეობას როგორ ვაფასებთ. რას ვაქცევთ ყურადღებას ამ შეფასების დროს. მაგალითად, ინგლისს აქვს ესეთი მაგალითი, რომ შენ შეიძლება გქონდეს ცხოვრობდეს სახლში, მაგრამ მიმართო მუნიციპალიტეტს, თუ თვლი რომ ცხოვრობ გადავსებულ ბინაში. და ამ შემთხვევაში თუ დაგიდასტურდა რომ შენ გადავსებულ ბინაში ცხოვრობ, მაშინ შენ უსახლკაროდ მოიაზრები და ხარ ის ადამიანი, რომელსაც ერგება საცხოვრებელი ფართი. არის ასევე და ამ კუთხით დევნილთა და განსახლების სამინისტროს აქვს გადადგმული ნაბიჯები ზუსტად იგივე მინიმალური საცხოვრებელი ფართის განსაზღვრის მიმართულებით, რაც მე როგორც ხვდები ნაწილობრივ ეყრდნობა აი ამ საერთაშორისო სტანდარტებს, მთლიანად არა, მაგრამ ნაწილობრივ რომ ეს გადავსებულობის ფაქტორი არ იყოს ასე ვთქვათ წამყვანი, მაგრამ ისე არ გვაქვს ეს. ანუ გვაქვს ცალკეულ ერთ შემთხვევაში, მაგრამ არა გვაქვს. ანუ აი ძალიან რთულია იმისი განსაზღვრა და ზუსტად ამაში მდგომარეობს პოლიტიკის არსი. როდესაც ჩვენ საუბრობთ, რომ პოლიტიკა უნდა შეიქმნას, რომ განისაზღვროს ის თუ როგორ უნდა მოხდეს უზრუნველყოფა საცხოვრისით, ვინ არიან ეს ადამიანები, ვინც დაუშვათ პირველ რიგში უნდა დაკმაყოფილდნენ და ასე შემდეგ. ოღონდ ეს უნდა იყოს ძალიან კონკრეტულად გაწერილი, რომ მე ძალიან ბევრი პრობლემა უშუალოდ განხორციელების პროცესში, როდესაც რაღაცა კონკრეტული პროგრამები ხორციელდება, იქ მე არ წარმოიქმნეს. რაღაც ესეთი ერთი მაქვს კითხვა, თო ტექნიკური და მეორე უფრო ესეთი კომენტარი. დავიწყებ კომენტარით, ესე იგი ერთი რაც რამდენიმე რაღაც მომხდა ძალიან ესე ყურში, ერთი თქვენ თვითონაც თქვით, რომ ეს ახლა მთლად ზუსტი ასე ვთქვათ წყარო არ აკავთ, რომ სოფლიო ბანკმა დაბლოკა სოციალური სოციალური საცხოვრის უზრუნველყოფის პოლიტიკის დოკუმენტი, რომელიც ზედმეტად რაღაცა ზედმეტად სოციალური იყო, ხო? ეს საქართველოში მუშავდებოდა როდის? 96-ში. ანუ ეს ჩანაწერი ჩვენ ვნახეთ ამ სუიცერის განვითარების სააგენტოს დოკუმენტში, რომელიც დაამუშავეს ადგილობრივმა ექსპერტებმა და თვითონ ამ დოკუმენტის
შესავალ ნაწილში კანონმდებლობის მიმოხილვაში არის ეს ჩანაწერი და ანუ ჩვენ გვეგმავთ რომ ამ ექსპერტს გავესაუბროთ და პირველი წყარო ვნახოთ, თუმცა ამ ეტაპისთვის სანდო წყაროდ შეიძლება ჩაითვალოს. და მსოფლიო ბანკის რესურსით აპირებდნენ ამ პროექტის დაფინანსებას თუ რატო როგორ დაბლოკა მსოფლიო ბანკმა? თუ უბრალოდ ეს რაღაცა რეკომენდაცია გასცავს საქართველოს მთავრობაზე, რომ თქვენ ეს არ გააკეთოთ, თორემ ჩვენ რაღაც რაღაცებს ალბათ ეგეთი ფორმით მოხდა, დიახ, ახლა იქ არ ეწერა, რომ ანუ იმან მიიღო გადაწყვეტილება და დაიწუნა უბრალოდ მსოფლიო ბანკმა. რატო ასე თქვათ? იმიტომ რომ იმ პრინციპებს 93 წელს ანუ მსოფლიო ბანკმა გამოუშვა დოკუმენტი, სახელმძღვანელო დოკუმენტი საბინაო პოლიტიკის განვითარებაზე. ეს არ იყო რაღაც კონკრეტულ ქვეყანაზე მორგებული, არამედ ზოგადად მათი ხედვა იყო საბინაო პოლიტიკის განვითარების და იმ პრინციპებს არ ერგებოდა სავარაუდოდ. მე არ მინახავს ის დოკუმენტი, თუმცა ჩვენი შემდგომი კვლევის პროცესში ვაპირებთ, რომ ეს დოკუმენტი რამენაირად მოვიძიოთ და შეიძლება მე ხო შევადაროთ რა. იმიტომ რომ მსოფლიო ბანკს ჰქონდა ესეთი პოლიტიკა, რომ სახელმწიფო არ უნდა ერეოდეს ესე ინტენსიურად ბინათმშენებლობის პროცესში და სავარაუდოდ ანუ ის დოკუმენტი უფრო მოიაზრებდა ესეთი სოციალური ასე თქვათ მიმართულება არც თუ ისე კარგია, ხო? ხო, წავიდეთ ლიბერალიზმის მიმართულებით, ყველაფერი გავყიდოთ. დიახ, ანუ თავიდან ბევრად უფრო რადიკალური იყო მსოფლიო ბანკის პოლიტიკა, ვიდრე დღეს არის. კი ბატონო. ხო, და ამის ფონზე მომხდა ძალიან კიდევ ასე თქვა და ეს ბელარუსის პოლიტიკა, რომელიც შეიძლება მე დარწმუნებული ვარ, რომ სოფლიო ბანკის ექსპერტები დიდათ არ მოიწონებდნენ ამ პოლიტიკას, მაგრამ მე ვფიქრობ, ბელარუსის ხელმძღვანელობამ დიდათ არ უნდა ინერვიულოს ამაზე, მე პირადად არ ვინერვიულებდი, იმიტომ რომ თუ ეს პოლიტიკა არის ეფექტური, თუ ეს აკმაყოფილებს ადამიანებს, ჩემია სწორედ ეს ადამიანები არიან მთავარი და არა სადღაც ბრიუსელში მსხდომი ექსპერტები და რაღაც ლიბერალური ეკონომიკის მამები. ანუ ბელარუსი ფუნდამენტალური იდეოლოგიური პრობლემა მე ვფიქრობ და შემდეგ რა თქმა უნდა ეკონომიკური საფუძველიც აქვს, მაგრამ ერთ-ერთი არის იდეოლოგიური პრობლემა, იდეოლოგიური ბარიერი, რადგან რაღაც ასე თქვა საბჭოთა კავშირის რღვევის შემდეგ გაჩნდა ეს თითქოს შიში, რომ აი სოციალურ მემარცხენე მიმართულებით წავიდეთ, ეს არის რაღაცა დაბრუნება, რაღაც ავტორიტარიზმში და რაღაცა. ეხლა მე ბელარუსი არ საუბრობ იმ კუთხით, რომ ეს რაღაც დემოკრატიული, არადემოკრატიული, მაგრამ კონკრეტული ეს პოლიტიკა რომელიც შეიძლება რაღაც ფორმალურ კრიტერიუმებს ამ რაღაცა მსოფლიო ბანკების და IMF-ის და რაღაცა EBRD-ის მეებს არ აკმაყოფილებდეს ძალიან წარმოშობილი შეიძლება იყოს, ხო? უთანასწორობის თვალსაზრისით ბელარუსი აქვს ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი პოსტსაბჭოთა სივრცეში. და მე ალბათ ვისურვებდი, რომ ოდესმე ასე თქვა ჩვენი ხელმძღვანელობაც დაადგეს იმ რაღაცა იმაზე უფრო მაღლა, ვიდრე ეს რაღაცა და უბრალოდ გაბედულად უთხრა საერთო გარკვეულ საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომ კი, ძალიან დიდ პატივს გცემთ, მაგრამ არის რაღაცები, რაც დაუშვათ ჩვენ ინტერესებში შედის და გავაკეთებთ ისე, როგორც ჩვენ თვლით და არა როგორც თქვენ გირჩევთ ამას. ნუ ეს ჩემი პირადი მოსაზრებაა. და მეორე ერთ ძალიან ტექნიკური შეკითხვა მქონდა, ეს არის დევნილები სახელმწიფო შენობებში. მიმდინარეობს მათი დაკმაყოფილების პროცესი, ვიცი, აშენდა მთელი ფაქტიურად პატარა რაღაცა უბნები თუ ქალაქები. ეხლა მაგალითად აი თბილისის ზღვასთან დასახლებაში სახელმწიფო ყიდულობს ბინებს ამ დევნილებისთვის, მაგრამ ჯერ კიდევ რჩება ძალიან ბევრი აი ეს IDP ასეთ შენობებში. და რომელთა ნაწილი არ შეიძლება პრივატიზირებული აქვს, შეიძლება არ აქვს პრივატიზირებული. ეხლა მაგალითად ჩვენ მუშაობთ ერთ-ერთ დოკუმენტ urbanul laboratorija, სადაც მეტროპოლიტენისთვის policy papers ვაკეთებ და იქ არის ერთ-ერთი ასე ვთქვათ საინტერესო ტერიტორია, მეტროს დეპო, რომელიც პერსპექტიულია მეტროსთვის მისი გამოყენება, ის ამცირებს მისი ოპერირების ხარჯებს, მაგრამ მეტროს ეს დეპო მიტოვებული აქვს, ის აშენებულია, დამთავრებული, უბრალოდ ექსპლუატაციაში არ არის და რატომ? იმიტომ რომ დევნილები არიან შესახლებული ამ დეპოს ადმინისტრაციულ შენობაში. და ალბათ მისი განსახლება, გამოსყიდვა ეს როგორ მოხდება, არ ვიცი, თუ არის რამე აქ ტერიტორიულად ეს არის ნაწილადების რაიონში. თუ არის რაღაც მექანიზმები, სადაც მაგალითად სახელმწიფომ შეიძლება თქვას, რომ ეს არის ჩემთვის სტრატეგიული ობიექტი და ნუ გაკმაყოფილებთ რაღაცით, მაგრამ თქვენ უნდა წახვიდეთ, იმიტომ რომ ეს არის სტრატეგიული ობიექტი და ეს არის სახელმწიფო ინტერესი. 400-ზე მეტი ამ წუთის პრივატიზირებულია და გადაცემული აქვს საკუთრებაში დევნილ მოსახლეობას და ნუ დანარჩენის პრივატიზაციის პროცესი მიდის, ზოგგან ეს შესაძლებელია, ზოგგან არა, იმიტომ რომ
ზოგი არის სახელმწიფოსი, ზოგიც კერძო საკუთრება. შესაბამისად მოლაპარაკებები როგორც სახელმწიფოსთვის, იმიტომ რომ სახელმწიფოსთვის არის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი, მიმდინარეობს ასევე კერძო საკუთრებაშიც, სადაც არის განსახლებული. აი მაგალითად რა მაგალითად თქვენ თქვით, ანუ დიახ, სახელმწიფოსთვის თუ არის ეს ობიექტი მნიშვნელოვანი, შესაბამისი სტრუქტურები ღებულობენ, რამდენად მნიშვნელოვანია ინვესტიციის ჩადების მიზნით, რამდენად მნიშვნელოვანია ამა თუ მაინც თუნდაც განვითარებისთვის პრიორიტეტად ისახება და შესაბამისად ხდება ამ ადამიანების განსახლება. თუ ვერ ხერხდება ამ იმ წუთისთვის ამის გადაყვანა, მაშინ დამატებით ჩვენ გვაქვს კრიტერიუმები, რის მიხედვითაც ზოგადად ადამიანებს ვაძლევთ საცხოვრებელ ფართებს. დამატებით ქულების პრინციპი არის. დამატებით ქულა ენიჭება იმ ადამიანებს, რომლებიც ცხოვრობენ ესეთ შენობებში, როგორც თქვენ დაასახელეთ. აქედან გამომდინარე 178 ობიექტი არის თბილისის მასშტაბით, უბრალოდ თბილისზე არის საუბარი. შემოვიფარგლებ 178 ობიექტი არის დახურული უკვე, გაუქმებული, საიდანაც გავიყვანეთ მოსახლეობა, ეს არ არის 178 ობიექტი, შეიძლება იყოს 1 და 2 ოჯახისგან შემდგარი და შეიძლება იყოს 100. აქედან გამომდინარე მაქსიმალურად აქტიურად მუშაობთ ამ საკითხზე, უბრალოდ ხო გეუბნებით, ეს ობიექტები ხვალ და ზეგ, როცა იქნება მაქსიმალური სისწრაფით რეჟიმით რა დატვირთვაც ექნება, ვცდილობთ რომ გავანულოთ, ვთქვათ ესე და ამ ადამიანების პრობლემას გადავწყვეტოთ და რა თქმა უნდა სახელმწიფოსთვის სტრატეგიული ობიექტები გამოვანთავისუფლოთ. მაგრამ აქ არის კიდევ ერთი პრობლემა, რომელიც მათზომიერ პრობლემას რაც შეეხება. რას ნიშნავს მათზომიერ პრობლემა? ადამიანი, რომელიც ობიექტში სადაც ცხოვრობს, ჩაწერილი არ არის. ეს უკვე პრობლემას გვიქმნის, რომ მათ თვითნებურად აქვს დაკავებული, შესაბამისად ჩვენ ვერ ვიყენებთ იმ კრიტერიუმებს, იმ პრინციპებს, რასაც იმ შემთხვევაში, როდესაც მართლმსაჯულებელი არის. იქ მის უფლებებს, როგორც მესაკუთრეს განმარტებაში ვიცავთ მაქსიმალურად და ვერ მოხდება დევნილის გარეთ, რო იტყვიან უხეშად ან გამოშვება, ან ისე გამოგდება, რომ არ მოხდეს მისი ალტერნატიული დაკმაყოფილება. ხდება ან საცხოვრებელი ფართით, ან დროებით. მაგალითად ხდება ისეთ შემთხვევაში ყოფილა, რომ ქირით გაგვიყვანია ეს ადამიანი, სანამ არ მოხდება მისი დაკმაყოფილება საცხოვრებელი ფართით. ხოლო აი რაც შეეხება იმ შემთხვევაში ჩვენ უკვე აქ უძლური ვართ, ვინაიდან ის ადამიანი ან უბრალოდ ვერ აკმაყოფილებს იმ კრიტერიუმებს, რომ სხვაზე წინ დავაყენოთ და შესაბამისად ჩვენ არანაირი ბერკეტი არ გვაქვს იმის, რომ მესაკუთრე იქნება თუ კონკრეტული ამ შემთხვევაში ძირითადად კერძო მესაკუთრესთან ხდება, იმიტომ სახელმწიფოსთან ვახერხებთ მოლაპარაკებას, რომ ან დარჩეს იმ დრომდე, სანამ ჩვენ მოვახერხებთ მის გასაყრებას. შესაბამისად ორგანოების მიმართავს და ხდება მათი გამოსახლება. მოგესალმებით, ლინა ხვინიანიძე, EMC-ის წარმომადგენელი. ძალიან დიდი მადლობა პირველ რიგში, ძალიან საინტერესო იყო პრეზენტაცია, ეს იყო შუალედური, როგორც ხვდები ხო და მოგვიანებით იქნება სრული. თან მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ ამ მიმართულებით პრინციპში ძალიან ცოტა მუშაობს. და ძალიან ისეთი გაუკვალავი თემა, მესმის ძალიან ბევრი პრობლემა შეგექმნათ მონაცემების მოძიების კუთხით, მაგრამ მგონია რომ ეს პირველი ნაბიჯები უნდა გადაიდგას ადრე თქვენ და ძალიან კარგია რომ თქვენ ამ კუთხით მუშაობთ. მინდა გავაგრძელო იმით, რაზეც ნანომ თქვა, რეპრესიული პოლიტიკა, რაც არის მართლა ერთ-ერთი სერიოზული პრობლემა, ნამდვილად ადამიანები, რომლებიც უკანონოდ ცხოვრობენ სხვადასხვა ობიექტებში, მათ სახელმწიფო არ აძლევს საშუალებას მიიღოს საარსებო შემწყეობა. ეს არის მინიმალური, ყველაზე დაბალი სტანდარტის სოციალური ბენეფიტი, რომელსაც იმსახურებს ყველა ადამიანი მარტო იმიტომ, რომ არის ადამიანი და უფლებრივი სტანდარტი აქვს სოციალურ დაცვას და უსაფრთხოებაზე, ხო? სახელმწიფო ამბობს, რომ მიზანი ამ ცვლილების იყო ის, რომ პრევენცია გაეკეთებინა სხვადასხვა შეჭრების, თუმცა მთლიანად ეს პოლიტიკა არის რეპრესიული და დასჯელს ემსახურება და არაფერს სხვას. სხვათა შორის EMC ასაჩივრებს ამ ნორმას საკონსტიტუციო სასამართლოში და იმედი გვაქვს, რომ ძალიან მალე დადგება რაღაც ტიპის შედეგი. სასამართლო იტყვის, არის თუ არა ეს ადამიანის უფლებათან თანხვედრი სტანდარტი. მინდა გამოვეხმაუროთ თქვენ შეკითხვას გამოსახლებასთან დაკავშირებით. თქვენ საუბრობთ ძალიან ბევრ ობიექტზე, სადაც ბევრი ადამიანი ცხოვრობს, მაგრამ არის უკანონო ცხოვრების ფაქტი, ხო, არა მართლზომიერი ფლობა. არა მარტო უკანონო, ბოდიში, ანუ შეიძლება იქ მე არ ვიცი კონკრეტულად ამ შემთხვევაში. პრინციპში მე შევამოწმე ეს დასჯის საიტზე, სადაც ჩაწერილია ეს ადამიანები.
შეიძლება ის არ არის ამოწურავსია, შეიძლება კიდევ ვიღაც არის უკანასთან, ვიღაცები უკვე რეგისტრირებული. უბრალოდ ყურადღება გავამახვილე არ არის ვარცომიერებაზე, არამედ ის, რომ სახელმწიფოს ობიექტივად დასჭირდეს თუ შეუძლია რომ სახელმწიფოს აქვს მექანიზმები და წეღანი იყო ამაზე საუბარი, აქვს გამოსახლების მექანიზმი პირობითად, რომელიც დღეს არის ძალიან ცუდი და ის არანაირად არ არის თანხმედრაში იმ საერთაშორისო უფლებრივ სტანდარტებთან, რომელთანაც უნდა იყოს თანხმედრაში და არის მეორე პრობლემა. სახელმწიფოს ტექნიკურად შეუძლია გამოსახლება, თუმცა სამართლებრივი სტანდარტები სახელმწიფოს ბოჭავს, რომ გამოსახლება გააკეთოს, ეს უნდა იყოს უკანასკნელი ზომა და უფლებრივი სტანდარტი ამბობს იმას, რომ ადამიანი არის დაცული უკანონო ფლობის შემთხვევაშიც. და ძალიან ხშირად სახელმწიფოს ეს არ ესმის ხოლმე და გვეუბნება, რომ თუ ადამიანი არის უკანონოდ, ესე იგი ჩვენ გვაქვს სამართლებრივი ბერკეტები მის წინააღმდეგ. ეს ესე არ არის. საცხოვრებელზე უფლება ამბობს იმას, რომ უკანონოდ შეჭრილი ადამიანიც კი არის დაცული უფლებრივი სტანდარტით. წეღან დევნილთა სამინისტროს წარმომადგენელი ბრძანდებით ხო, როგორც მივხვდი, საუბრობდა იმაზე, რომ დევნილები ვერ გამოყავთ გარდა იმ შემთხვევისა, თუ სახელმწიფო რაღაც ალტერნატივას არ შესთავაზებს. ხო, თუ არასწორად ან გადაყავთ სხვაგან და რაღაც შეთავაზებას უკეთებს ხო სახელმწიფო. კითხვა იყო ამ კუთხით დასმული, მაგითო უბასხეთ, რომ ჩვენ თუ ავარიული ობიექტია, სამხარაული დასწრებულობ, თუ ავარიული ობიექტია, საერთოდ აქვს მნიშვნელობა ის ინტერესებია, მათ სიცოცხლის საფრთხეებია. ეს უსაფრთხოების საკითხები არის ხო, მცხოვრები ადამიანების და ეს სხვა რეჟიმია დამატებული. ან მან იქ ადამიანები ანუ ექსპერტი ვაძლევთ ჩვენ იმას, რა ხარ შეიძლება რომ ცხოვრობენ ადამიანები, აუცილებლად იმ ის ობიექტებს ვათავსებთ. ხო, ბუნებრივ ეს არის სხვა რეჟიმი, როცა უსაფრთხოების რისკები შეიძლება იყოს. თუმცა პასუხი კითხვაზე გამოსახლებასთან მიმართებით არის ის, რომ სახელმწიფო თუ გამოასახლებს, პირს მან უნდა დაასაბუთოს, რომ ეს არის უსახლკარო რეალურად, სჭირდება ეს ობიექტი და უფრო აღმატებული მიზანი არის ობიექტის დაცლა, ვიდრე ამ პირის იქ-ყოფნა, მაგრამ თუ გამოიყვანს, უნდა დაუსაბუთოს, რომ მას აქვს რაღაც სხვა საცხოვრებელი და გაუშვას საცხოვრებელ სახლში, საკუთრებაში და ასე შემდეგ, ან უნდა დაამტკიცოს ის რომ მას ნამდვილად სჭირდება საცხოვრისი და თავად აიღოს პასუხისმგებლობა მის დაკმაყოფილებაზე. აი ამის გარეშე მისი მხრიდან პასუხისმგებლობის აღების გარეშე შეუძლებელია რომ ადამიანი გამოიყვან და ქუჩაში დატოვა პირობითად. ამდენად დღეს თქვენ საუბრობდით 467 ობიექტზე. მხოლოდ თბილისის მასშტაბით სახელმწიფო გამოსახლების პოლიტიკას ვერ იყენებს, ზუსტად იმიტომ რომ მას არ აქვს არანაირი მექანიზმები შეაფასოს მათი უსახლკარობის თუ სახლკარის ქონის მდგომარეობა და ამის მერე გამოსახლების შემთხვევაში მას ძალიან დიდი პასუხისმგებლობები აქვს ამ ადამიანების წინაშე. ამიტომ საკითხები ესე მარტივად ვერ დგას სახელმწიფოს წინაშე და მისი პოლიტიკა დღეს მერიისაც მათ შორის ზოგადად ყველა მუნიციპალიტეტის არის კონსერვირება ამ პრობლემების გაყინვა რეალურად, თუმცა გაყინვა იწვევს იმას, რომ ადამიანების სოციალური ეკონომიკური მდგომარეობა უარესდება ნაცვლად გაუმჯობესებისა. მთელი მათი რესურსი იხარჯება იმაზე, რომ არ მოხდეს მათი გამოსახლება. მათი შიშები, იგივე ისინი ვერ ახდენენ რაღაც გაუმჯობესებას საცხოვრებელი პირობების და მთელი რესურსი ადამიანური, მათ შორის ყოველდღიური, ხმარდება იმას, რომ ისინი ფიქსაცია მოხდეს მათი როგორც ფიზიკური პირების ამ საცხოვრებელ ადგილას. მათ არ აქვთ ბაზისური კომუნიკაციების არსება, შემწეობა და ასე შემდეგ. ამდენად სახელმწიფოს პოლიტიკა ძალიან მძიმე არის უსახლკარობასთან მიმართებით. წეღან თქვენ თქვით, რომ უფრო კარგია, ვიდრე შეიძლება იყოს საბინაო პოლიტიკა და წარმომიდგენია რა შეიძლება იყოს ქვეყნის საბინაო პოლიტიკა თუ უსახლკარობის პოლიტიკა მასთან მიმართებით არის გამართული. წეღან ასევე იყო საუბარი თბილისის მერიის პროგრამებზე, ასევე ვთქვით, რომ ეს არის ძალიან ფრაგმენტული, ძალიან სუსტი, იგივე სოციალური საცხოვრისები, რომელიც გვაქვს, სოციალური საცხოვრისის კონცეფციით ისინი არ მუშაობს. მერიამ დატოვა სოციალური საცხოვრისები, რომელიც შვეიცარიის ფონდმა გადასცა და რეალურად აქ ცხოვრობენ თუ სხვანაირად არის შეგვისწორეთ, აქ ცხოვრობენ ადამიანები, რომელთაც არ იციან წლების მერე რა მოხდება მათ ცხოვრებაში. ანუ მერიამ უარი თქვა რეალურად სოციალური საცხოვრისა დამუშავოს ის ობიექტები რამდენიმე, რომელიც იყო ძალიან მნიშვნელოვანი ობიექტი, რომელიც მერიამ სწორედ აი ამ მიზნით მიიღო შვეიცარიისგან. და ნუ ძალიან ბევრი სხვა პრობლემა, რომელსაც უბრალოდ არ ჩავყვები, უბრალოდ გამოხმაურება მინდოდა და არ ვაპირებდი საერთოდ კომენტარს. ორი კითხვა მექნება. პირველი თქვენ თქვით, რომ საბინაო პოლიტიკა თითქმის არ გვაქვს, არ არის ხედვა, სტრატეგია, უწყებები, ვინც არიან ფორმალურად პასუხისმგებლები, არაფერს არ აკეთებენ, მაგრამ აინტერესებს თუ გვაქვს რაიმე თუნდაც ძალიან მცირე სამართლებრივი ნორმატიული ინსტრუმენტები, მექანიზმები ან რაღაცა ნორმატივები, რომელიც რაღაც ტიპის რეგულაციებს გვაძლევს. არც შეიძლება იყოს რაღაცა ნორმატიული ბაზა, შეიძლება იყოს რაღაცა კომპეტენცია, რაღაცა უწყება, რომელიც მეტნაკლებად რაღაც საკითხებზე მუშაობს და ამ ინსტრუმენტებს ან რაღაცა ხედვებს მომავალში ამუშავებს. საბინაო პოლიტიკის მიმართულებით თუ რაიმე გვაქვს, გარდა იმისა, რომ არაფერი არ გვაქვს. ანუ შეგვიძლია თუ არა ვთქვათ, რომ რაღაც გვაქვს და მეორე საიდან შეიძლება რომ დაიწყოს ქვეყანამ და რა მიმართულებებით შეიძლება რომ ეს ინსტრუმენტები გაჩნდეს.
და მეორე ძალიან მნიშვნელოვანი კითხვა ჩემთვის თითქოს თუ სწორად გავიგე ძალიან იმიჯნება თქვენს პრეზენტაციის მიხედვით იმიჯნება საბინაო პოლიტიკა უსახლკარო პირთა საკითხებისგან ვის მოიაზრებთ საბინაო პოლიტიკის ბენეფიციარებად და რატო არის ესეთი ცხადი მიჯნა იმიტომ რომ თუ ჩვენ ავიღებთ უფლება საცხოვრებელზე ხო უფლება საცხოვრებელზე მიემართება ყველა პირს რომელსაც შეიძლება ჰქონდეს როგორც საცხოვრისის არქონის ასევე მისაწვდომი საცხოვრისის ან არასათანადო საცხოვრისის პრობლემა საბინაო პოლიტიკა ძალიან ბევრ ქვეყანაში არის ერთ-ერთი ინსტრუმენტი პრევენციული ძირითადად იმისთვის რომ გაიზარდოს მისაწვდომობა ბინებზე საცხოვრისებზე და ეს არის საცხოვრისის უფლების რეალიზების ერთ-ერთი ფორმა და ეს არ განსხვავდება, ანუ არის პრევენციული სერვისები, არის რეაგირებითი სერვისები, ხო? თითქოს აი ესე იმიჯნება, რომ საბინაო პოლიტიკა არის პრევენციული და უსახლკარობა არის მცირე ჯგუფი. სინამდვილეში უსახლკარობა ძალიან დიდი ჯგუფია და სოციალური და სამართლებრივი წვდომის არქონაც უსახლკარო პირად შეიძლება რომ ჩაითვალოს ჩვენთან არა, თუმცა უსახლკარობის კონცეფცია ასეთი არის. კითხვა დრო ფორმულირება გაუკეთო, ანუ როგორ მიჯნავთ აი საბინაო პოლიტიკას სხვა დანარჩენი მექანიზმებისგან, რომელსაც სახელმწიფო იყენებს საცხოვრისის რეალიზების ნაწილში. თუ გასაგები იყო ეს. მიტოვებასთან დაკავშირებით მინდა გითხრათ მოკლე კომენტარი, რომ ნუ გქონდა პატარა ჩავარდნა ერთი წლიანი თუ არ ვცდები, თუმცა ეხლა ამ ეტაპზე ეს სოციალური საცხოვრისები ისევე როგორც მუნიციპალური თავშესაფარი არის ერთი ქუდის ქვეშ, ანუ IP-ის დაქვემდებარებაში მოქცეული და ამ ადამიანებთან სოციალური საცხოვრისის მაცხოვრებლებთან მაქვს უმხატველობაში მუშაობენ როგორც სოციალური მუშაკები, განათლებით სოციალური მუშაკები, რასაც ქვია. ასევე ფსიქოლოგი და ნუ იქ არის სტაფი მამასახლისი და ასე შემდეგ, რომელთაც ყოველდღიური ურთიერთობა მაქვს. სოციალურ საცხოვრისში არის მუდმივი სტაფი და აბსოლუტურად ყოველდღიური კონტაქტი. არა, რამდენიმე თვის წინ, ნუ ხო, სადღაც 6 თვის წინ, ალბათ ან 9 თვის წინ დაახლოებით ეს. რამე სამართლებრივად დამართეთ, რომ ისე მერია იფრონებდა ამ საცხოვრისს. ანუ შეიქმნა IP, მუნიციპალური თავშესაფარი, რომელსაც უზურპრუქტით სამართავად გადაეცა ეს სოციალური საცხოვრისებიც და მუნიციპალური თავშესაფარი. მიმართება როგორია იქ მაცხოვრებლები, ისე როტაციის წესით განსახილდებიან და ახალი ხალხი შემოვა ამას ექნება დაწვერთ. როტაციას რაც შეეხება ეს როტაციის თემა ზოგადად იდეა იყო ამ სოციალური პროგრამისა, რომელსაც ერქვა სოციალური საცხოვრისი კეთილგანწყობილ გარემოში. თუმცა ეს როტაცია დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ გაუმჯობესდება მათი მდგომარეობა. რამდენად შეძლებენ ისინი დამოუკიდებლად ცხოვრებას და დამოუკიდებლად მოპოვება სოციალური საცხოვრისის. მუშაკების და ფსიქოლოგიის მუშაობის შედეგად არა მარტო ზოგადად ქვეყანაში სოციალური ფონის გაუმჯობესების შედეგად, მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესების შედეგად და სამწუხაროდ რადგან ეს ამ ეტაპზე ყოველ შემთხვევაში არ განხორციელებულა, შესაბამისად მათ უშუალოდ უგრძელდებათ. საბოლოო დოკუმენტში უკვე ასახვის კუთხით რა უნდა გამოვკვეთოთ კარგად და სად არის ჩვენთან მიმართებით კითხვები, ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო. არა, რა თქმა უნდა, არ ვნიშნავთ. ანუ როდესაც საუბრობთ საბინაო პოლიტიკაზე, ეს არის საყოველთაო საბინაო პოლიტიკა. და ეს იქნება დევნილი, ეს იქნება უსახლკარო პირი თუ სხვა რომელიმე ჯგუფი, ეს უკვე უნდა განისაზღვროს აი ამ ერთიანი საბინაო თუ საცხოვრისის პოლიტიკის ქვეშ, ასე ვთქვათ, თავისი სპეციფიკიდან გამომდინარე. ან კაი დაამთავრებ მე და და როდესაც საუბრობდით იგივე ხელმისაწვდომობის საკითხზე, ის უნდა ფარავდეს ჩვენი წარმოდგენით საბინაო პოლიტიკა არა მხოლოდ დაბალშემოსავლიანი და უსახლკარო ჯგუფებს, არამედ საშუალო შემოსავლიან ჯგუფებსაც. ეს იქნება დაუშვათ, ეხლა ჩვენთან ეს სპეციფიკა არა გვაქვს, მაგრამ დასავლეთში ვიცით, რომ საქირავნო ბაზარი არის დაუშვათ საცხოვრისის ძალიან მაღალი წილი და იქ ძალიან ხშირად საშუალო ფენის წარმომადგენლებს სერიოზული პრობლემები ექნებათ ქირის ზრდასთან დაკავშირებით და ამ მხრივ შეიძლება სახელმწიფო აწესებდეს გარკვეულ რეგულაციებს და სტანდარტებს, გარკვეულ ზედაზღვარს ან მინიმუმებს. ჩვენ შემთხვევაში შეიძლება ეს სხვანაირად ჩვენი სპეციფიკა მაინც უფრო სხვანაირია იმ თვალსაზრისით, რომ ჩვენი საცხოვრისის სფერო უფრო კერძო საკუთრებაზე არის დაფუძნებული, თუმცა ნელ-ნელა ვხედავთ ჩვენ საქირავნო ბაზრის ტენდენციას ნელ-ნელა და შეიძლება ამ ტიპის პრობლემები გარკვეულ პერიოდში დადგეს დღის წესრიგში.
ანუ როდესაც ჩვენ ამიტომ ვიძახი რომ როდესაც საბინაო პოლიტიკაზე ან საცხოვრისის პოლიტიკაზე საუბრობთ, ჩვენ საუბრობთ უფრო ფართეწრეზე, რომელშიც არის უკვე შემდეგ იგივე ეს უსახლკარო პირები, დაბალშეობასავლიანი პირები და ასევე ის პირები, რომლებსაც შეიძლება შეეხოთ თუმცა რაღაცას დავამატებდი. საცხოვრისთან დაკავშირებული პრობლემები. თუმცა რაღაცას დავამატებდი, ანუ ჩვენ უსახლკარობას უკვე ვუყურებთ როგორც შედეგს იმისას, რომ არ აქვს ქვეყანას საბინაო პოლიტიკა. ქვეყანას თუ ექნება გამართული საბინაო პოლიტიკა, მაშინ უსახლკარობის საკითხი დღის წესრიგში აღარ დადგება. ამიტომ ჩვენ კონცენტრირდებით უფრო ფართოსურადზე და უფრო როგორ პოლიტიკის გამართვაზე, ვიდრე რაღაც კონკრეტულ ჯგუფებზე, ანუ ყველაფერს ერთად მოვიაზრებ და უფრო სტრუქტურულად ვუყურებთ ამას, ვიდრე ესე ცალკეული მიმართულებებით მუშაობას. მე მაგას დავამატებ. ანუ თუ დავუშვათ ხო, ანუ ხელმისაწვდომობის პრობლემა იზრდება, უსახლკარობის რისკიც იზრდება. ეს ურთიერთდაკავშირებულია. რა თქმა უნდა, უსახლკარობის გამომწვევი მიზეზები ბევრნაირია და ეს თქვენ კვლევაში აისახა ძალიან საინტერესოდ, დავუშვათ ქართული სპეციფიკა ამ მიმართულებით, მაგრამ არის კიდევ სხვა ტენდენციები, რომელიც ასევე საცხოვრისის პოლიტიკის სფეროს განეკუთვნება. კიდე იყო ხო, რაღაცა ვკითხეთ, ხო, კიდე. ანუ რა გვაქვს დღეს საბინაო პოლიტიკის კუთხით? პრინციპში, რაც არის საერთაშორისო დადგენილებები, საერთაშორისო აქტები, რომელზედაც აქ დაუშვათ იგივე სახელმწიფოს აღებული ვალდებულება, ეს არის და ამაზე ყრდნობა სახალხო დამცველიც, როდესაც ამ საკითხს აშუქებს ხოლმე, ეს არის ძირითადი ფუნდამენტი, მაგრამ გვაქვს ის, რომ იგივე აი ამ სოციალური ქარტიის თუ არ ვცდები, ხო, 31 მუხლი, რომელიც უფრო დეტალურად შლის და იგივე ღირსეული საცხოვრისთან დაკავშირებულ საკითხებს, იმაზე დათქმა გვაქვს და არ ვაღიარებთ. და მაგრამ ვაღიარებთ. და ანუ ეკონომიკის სამინისტრო. ეკონომიკის სამინისტროს დებულებაში უწერია, რომ ანუ უნდა აკეთებდეს პოლიტიკას, აწარმოებდეს პოლიტიკას და კვლევებს და ამ მიმართულებით უნდა მუშაობდეს, თუმცა მაგრამ ჩვენი წარმოდგენით რამდენად არის ეკონომიკის სამინისტრო ის ადგილი, სადაც უნდა განისაზღვრებოდეს საცხოვრისის პოლიტიკა, არის დგას ძალიან დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ. იმიტომ რომ დავუშვათ თუ გადავხედავთ ესეთ ჩვენი წარმოდგენით იდეალურ მოდელებს მეტნაკლებად, დავუშვათ იგივე სოციალური სახელმწიფოს, იმ სახელმწიფოებს, რომელსაც სოციალური პასუხისმგებლობა მაღალი აქვს, ისინი საცხოვრისის საკითხს როგორც სოციალური უზრუნველყოფის ერთ-ერთ ბურჯად წარმოიდგენენ. ანუ ჩვენი წარმოდგენით მეტად და უფრო მჭიდროდ უნდა იყოს დაკავშირებული სოციალურ ასპექტებთან საცხოვრისის თემა და შემდეგ უკვე უნდა ინტეგრირდეს ურბანულ და დაუშვათ იგივე სივრცით განზომილებებში და სხვა ასპექტებში. უბრალოდ ეს უნდა მოხდეს სახელმწიფო დონეზე და ერთიანი რაღაცა ხედვის ქვეშ და არა ფრაგმენტულად და დაუშვათ მუნიციპალიტეტს უწევდეს ისეთი ტურტის აწევა, რომელსაც ის ფიზიკურად ვერ აწევს. თუმცა შეიძლება დავამატოთ ამას ისიც ახლა ჩვენი მესამე წევრი ჩვენი ჯგუფის აქ არ არის, რომელიც მუშაობდა აზიურ გამოცდილებაზე. აზიურ გამოცდილებას თუ გავითვალისწინებთ, იქ საცხოვრის არა მარტო სოციალური დანიშნულება, არამედ ეკონომიკური დანიშნულებაც აქვს და სახელმწიფო აქტიურად არის ჩართული ბინათმშენებლობაში და მოიაზრებს როგორც კეთილდღეობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას, ანუ ადამიანს თუ ექნება თქვათ საცხოვრისი, ის ბევრად უფრო შეიძლება ინტეგრირებული იყოს საზოგადოებაში, ჯანმრთელობის თვალსაზრისითაც არ შეექმნეს პრობლემები და ეკონომიკურადაც შეიძლება უფრო აქტიური იყოს. ამ თვალსაზრისითაც შეიძლება ამ მხრივ ევროპარლამენტის ანუ ევროპული ხო, იმიტომ რომ დავუშვათ თუ გადავავლეთ ანგარიშებს იგივე სოციალურ საცხოვრისთან მიმართებაში ევროპარლამენტის თუ არ მეშლება, ეხლა პირდაპირ არის იქ ასე ვთქვათ დებულების სახით ჩადებული, რომ სოციალური საცხოვრისი არის მნიშვნელოვანი ეკონომიკური ფაქტორი და მნიშვნელოვან როლს თამაშობს საცხოვრისის ბუშს, რასაც ეძახიან ეს housing bubble-ის დარეგულირების თვალსაზრისით. ანუ მარეგულირებელი ფუნქციაც გააჩნია. ამიტომ ეს განზომილებები არის ძალიან მნიშვნელოვანი. ხო, და კიდე ერთ ვიტყოდი, რომ ანუ
კონსტიტუციაშიც უნდა იყოს ასახული რა ეს უფლება აღიარსებულ საცხოვრისზე და ამ მიმართულებით ეხლა ჩვენ ხედავთ უკვე ძრებს სხვადასხვა ინიციატივები საკონსტიტუციო ცვლილებასთან დაკავშირებით შეტანილი იქნა და განხილვის პროცესში არის და ძალიან დიდი იმედი გვაქვს რომ ესეთი ჩანაწერი გაკეთდება კონსტიტუციაში, იმიტომ რომ ეს იქნება ძალიან დიდი ბერკეტი თქვათ შემდგომ უკვე პოლიტიკის უფრო სწორი მიმართულებით ხო განსასაზღვრავად. მადლობა მოგზაურობისთვის, კარგი დისკუსია შედგა და რა ვიცი, follow-us როგორც იქნება. დიდი მადლობა. მადლობა თქვენ. საინტერესო თემებს პერიოდულად განვიხილავთ. ხო, მადლობა უწყებებთ არის ესეთი არის რომელიც შევა გაითვალისწინოთ ამ პერიოდში და ძალიან დიდი მადლობა. არა 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 კარგი